Ყველას მოგესალმებით ისევ და აგირჩევნა მეუღლე მითხრა ესეთი რამ რა. უთხარიო შენო იმ ებრაელებსო, რომელი ებრაელებიცო არ გიყვარსო კაცო რა, რატო ატყუებო შენო მაგ ხალხსო, რომ ებრაელები ვითომ შენი მეგობრები არიანო. და ვეკითხები რომ ვინ გითხრა მეთქი რომ ებრაელები არ მიყვარს მეთქი მე ჩემს მეუღლეს აგერ მიზის. აბა შენ არ იძახიო რომ ებრაელები ესეო და ებრაელებისიო. ბიჭო მეთქი ჩემ ქვარს თუ არ ესმის ახლა ეს რომ მე ებრაელებს კი არ განვიკითხავ, იმ ხალხს განვიკითხავ ვინც ებრაელობას იბრალებს და მასონო თლიანად მსოფლიო მასონები არიან და მსოფლიოს მართავენ ხო? ჩემს მეუღლეს თუ არ ესმის ეს მეთქვი ამათმა როგორ უნდა გაიგონ და აუცილებლად მეთქვი ახლა ვიდეო უნდა ჩავწერო რა. ეხლა მომისმინოს კარგად ყველამ, ქართველმაც, ებრაელმაც და მასონმაც მომისმინოს კარგად. თუნდაც გერმანელმა მომისმინოს და კიდე ირანელმა და ვინც გინდა თურქმა თუ ჩინელმა. ყველამ მომისმინეთ კარგად, ვისაც გაინტერესებს ჩემი აზრი ებრაელებზე. ებრაელი, ვიღაცებმა ეხლა სტოკჰოლმის სინდრომი მომაწერესო, სტოკჰოლმის სინდრომი გაკო. მომისმინეთ ერთი წუთი სტოკჰოლმის საკითხებზე მე საერთოდ არ ჩამიწერია ვიდეო და რა ვიცი მე რატო უნდა მქონდეს სტოკჰოლმის სინდრომი. მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს რა. ებრაელი მეგობრები მყავს მეთქი ხალხო. თუ ებრაელი არ არის თვითონ იმ მასონებზე გამწარებული, რომელი მასონებიც იბრალებენ ებრაელობას, მე ვარ გამწარებული იმათზე. თუ ებრაელს ერთს არ აწუხებს, რომ მასონები, რომელიც კაცთა მკვლელები არიან, საზიზღრები არიან, თვითონ ებრაელებსაც იმეტებენ იმისათვის, რომ მსოფლიო მართლობა ხელში ჩაიგდონ და აგერ სტოკჰოლმის და სინდრომი მომაწერეთ თუ გინდა, აგერ მოხდა ეს 41 წლიდან 1945 წლამდე, რომ უდანაშაულო ხალხი, ბიჭო, გინდა ებრაელები ერქვათ იმათ თუ ქართველები თუ ციგნები თუ რაც გინდა ის ერქვათ, დახოცეს. ვინ არიან ესენი? ებრაელები ვარ თუ არ იძახიან? ის მასონები, რომლებიც ებრაელობას იბრალებენ. და ეხლა ებრაელმა ხალხმა კარგად მომისმინეთ რა. ისე გაიგეთ როგორც ვლაპარაკო ბიჭო. მე ებრაელების წინააღმდეგ არაფერი არ მithქვავს საერთოდ ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც ეს თალმუდელი სინოდის ესენი, რა ქვია, სიონისტები ებრაელობას იბრალებენ. აი ეხლა რომ ადგნენ თალმუდელი სიონისტები და თქვა რომ ჩვენ ქართველები ვართ. არ ამოუნგრებთ ქართველები ცხვირ პირს. რა ქართველები ბიჭო, ან რა ებრაელები, ესენი არიან ნაგავი ხალხი, ვინც დგას სიონისტებზე მაქვს საუბარი, ვინც თუნდაც ამ რელიგიებს და პოლიტიკას მართავს. ყველანი არიან ნაგვები. ადამიანის მდგომარეობას ვერ ითვალისწინებენ, პირველ რიგში მაგათთვის არის ფული. ფულზე ყიდიან თავის ხალხსაც. ნახეთ ის უდანაშაულო ხალხი, ვინც ბავშვები, ქალები, მოხუცები არ დაინდეს, რა გაუკეთეს იცი? ებრაელები, ხო, ებრაელები არ დაინდეს. რატო არ დაინდეს ებრაელები თუ იცით? აი იმ სიონისტმა საზიზღარმა ებრაელმა ხალხმა, რომელიც ზუსტად მაგ წინადადებით მოისყიდეს ის საზიზღარი ჰიტლერი, დებილი ჰიტლერი. რატო არ დაინდეს იცით და რატომ დაამზადეს ადამიანის კანებისგან ლუსტრები და მე ის ლუსტრები ძვირად გაყიდეს ფეშენ ხალხში? რატომ თუ იცით? იმიტომ რომ ებრაელი საზოგადოება, რომელშიც ჭკუა და გონება ნახეს, ისინი გაანადგურეს პირველ რიგში. ყველა საქართველოშიც, სინთებშიც, ქართველებშიც, ებრაელებშიც ყველაზე საუკეთესო ხალხი ამოირჩიეს, გონიერი ხალხი ამოირჩიეს, ვინც შეეწინააღმდეგებოდა მაგათ სიმძღნერეს, ამოირჩიეს, ერთ ქვაბში ჩაყარეს. თქვენ გონდეთ მარტო ებრაელები გაანადგურეს? ციგნებიც მიაყოლეს ზედ მეორე მსოფლიო ომის დროს. ქურთებიც, ვინმე მოიკითხა ეს ამბავი? რომელიმე ებრაელმა ეს გაუპროტესტა იმ სიონისტებს, რომლებიც ახლა ისევ იმ ხალხს ატყუებენ, რომ ვითომ ებრაელების მხარეს დგანან? ისე მოუწყობენ ებრაელებს, ისე გაანადგურებენ ის საზიზღარი სიონისტები ებრაელებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეხლა ჩვენ შევალთ იმ ჯგუფში, ებრაელების დაჯგუფებაში და ჩვენ
დაგვიფარავენ ისინი. მაგათმა მოგიკლეს ის ხალხი, ის უდანაშაულო ხალხი, რომელიც ბავშვებიანა და თოთო ბავშვებიანა ამოწყვიტეს და მისი ძვლებისგან ღილები დაამზადეს, მისი კანისგან კი ლუსტრები დაამზადეს, ულამაზესი. ისე მოგექცევიან ის საზიზღარი სიონისტი ებრაელები, რომლებიც ებრაელობას იბრალებენ. და მე მაგათ წინააღმდეგ ვარ, თუ კი ებრაელზე რამე ცუდი მithქვავს და ებრაელის სახით, არა იმნაერ ებრაელებზე, რომელიც ჩემი მეგობრები არიან დღესაც, არამედ იმნაერ ებრაელებზე, რომლებიც ყიდიან თავის ხალხს. სიონიზმი და მასონიზმი არაფერ შუაშია, მოკითხე და დაადანაშაულე გლობალისტები. გლობალისტები და სიონისტები ერთი და იგივეა, ჯორჯიო. ერთი და იგივეა. და თუ ერთი და იგივე არ არის, მაშინ ესი აქვს სახელი გავარდნილი. აბა მანახე სიონისტი, რომელიც არ ვაჭრობს. მაჩვენე სიონისტი, რომელიც არ ვაჭრობს და მე გეტყვი რომ კარგი, მაშინ ეს სხვა არის თქო რა. მე არ ამაკი, შენაერ ადამიანებზე მე არ ამაკ პრეტენზია. არც იმ ადამიანებზე, ვინც რამდენი მილიონი დახოცა. უსასტიკესად. იცი რატო? ნახე, აბა კარგად გაეცანი მაგ. შენ გეცოდინება ეგ. როგორი წინადადებით ისყიდიან ჰიტლერს. როგორი წინადადებითაც იესო უნდათ მოისყიდათ. ამას სოფლისა მართველად გახდი, როგორც აბრაამს ეუბნება ის ღმერთი. ამ წინადადებით მოისყიდა ჰიტლერი ზუსტად ებრაელმა. არ ვიცი, ებრაელი იყო თუ არა, მაგრამ ებრაელობას იბრალებდა ის. იცი რატო? ჰიტლერს მაგითი შეუჩიჩინდა, რომ აი შენ რადგან ებრაელი ხარ, ამიტომ აგირჩიე მე შენ. მეც ებრაელი ვარო და მოდი ეხლა ესე გავაკეთოთ. მე ჰიტლერი ჭკუიდან შეიშალა ბოლოს. ისეთ რაღაცაში გააყოფინეს თავი. სიონიზმი არის ებრაული მოძრაობა, რომელსაც გლობალისტები ებრძვიან. ვინ არიან ეს გლობალისტები? ვინ აი ხო, ჩავდივართ, ნახე შრე ჩავდივართ ახლა სიღრმეებში და ვარკვევთ რა ხდება რა. უყურე ნახე სიონისტები, რომლებიც ვაჭრობენ და მე ვერ მეტყვი მაგას რომ არ ვაჭრობენ რა. მე არ ვიცი ხა, მე არ ვიცნობ არც ერთ სიონისტს. არც მეგობრებში არ მყავს სიონისტები და არც მაგათ სისტემას შევხებივარ. ერთადერთი ეგ ვიცი რომ ეგენი არიან ვაჭარი ხალხი, რომლებიც აი პირდაპირ მნიშვნელობით ჰიტლერს ტვინს უბურღავდნენ. და ბოლოს მოისყიდეს ჰიტლერი იმისთვის რომ ეს ტყვია წამალი და ვაფე ნაგვია ტყვია წამალი და იარაღი მიეყიდათ იმათთვის, იმ ებრაელებისთვის, რომელი ებრაელებიც აპირებდნენ შემდეგ ამად გაჟლეტვას, ისევ ებრაელების გაჟლეტვას. მე კიდევ ერთხელ გეტყვით რა, ებრაელი თუ ქართველი, ირანელი თუ ჩინელი, ამ წიგნის მიხედვით მეთქი, ბიბლიის მიხედვით, ყველა ნოეს შთამომავლები ვართ. ვინ როგორ რანაირად დავიყავით და რანაირი ავაზაკები გავხდით, ეგ არ ვიცი, როგორ სად მოხდა, მაგრამ წიგნში წერია, რომ ვიღაცა ღმერთი ეცხადება ამ აბრაამს და ტვინს უბურღავს, იგივენაირად როგორც ჰიტლერს გაუბურღეს ტვინი. ტვინი გაუბურღეს ჰიტლერს ზუსტად ის როგორც აი ამ წიგნში არის აღწერილი აბრაამს რო ეჩიჩინება ეს ღმერთი რომ წადი ქანაანში და იქაურ ბატონ პატრონად გაგხდიო. არამს რო ეუბნება წადი ქანაანში და შენს მას ჩაეხუტე ბიჭო, შერიგდით. მამა შენმა რო დაწყევლა თუ ბაბუა შენმა რო დაწყევლა, შერიგდით თქვენ, არ არის საჭირო რომ ეხლა თქვენ იჩხუბოთ და ბატონ პატრონად გახადოს. ამას ოფლისა ქვიშად რო გაგხადოთ. რატო ყველანი ვართ ერთი თესლიდან წამოსულები ვართ ბიჭო, რა ვერ გავიგეთ ეს? რატომ ვკლავთ ერთმანეთს ვიღაცა არამზადა ღმერთის გამო, იმიტომ რომ ღმერთი, არ ვიცი, საერთოდ ღმერთი იყო, ვინც გამოეცხადა აბრაამს. ის არ იყო ღმერთი, ვინც გამოეცხადა აბრაამს. ეგეთი ღმერთი ეგრე არაზროვნებს, კაცო. ღმერთი არ უშვება ადამიანს ტვინ ღრძოობას. გლობალისტები არიან შავი ოკულტურის საზოგადოებები, რომლებიც ხშირად შეცდომით აიგივებენ მასონებთან სიონიზმს.
ღმერთო ჩემო, აი ახლა ამ საკითხებზეც უნდა აქაც მიმიყვანა სიონისტებთან და გლობალისტებთან მიმიყვანა თემამ რა. აი კიდევ ერთხელ გეუბნები რა. კარგი, ჩავთვალოთ, რომ სიონისტები არ არიან ეგ გლობალისტები და გამოვყოთ გლობალისტები ეფშტაინის ფაილები ვისაც ეკუთვნის, გლობალისტებს ეკუთვნის ვთქვათ. აი ვიღაცა მასონებს, ხო? მასონი რა არის? ეხლა სიტყვა არის მასას რომ მართავს. ვინ მართავს მასას, ვისაც ფული აქვს. მე კიდე ეჭვი მეპარება იმაში, რომ ადამიანი მართავდეს ამ მასონებს. ისევ და ისევ ვფიქრობ, რომ ისინი არიან ეგენი დაცემული ანგელოზები, რომლებიც თავიდანვე ოდითგანვე აი ა ブラ ამის დროსაც ტვინს უღრძობდნენ ადამიანებს და დადიოდნენ ესე უფალი მქვიაო და უფლებივით ღმერთობას იბრალებდნენ და ეს დადიოდნენ და ხან რა დავალებებს აძლევდნენ, ხან რა დავალებებს აძლევდნენ ამ ადამიანებს, ამ საწყალ ადამიანებს, ბიჭო, რა აღარ ეყოთ მაგათ ადამიანებით თამაში, არ ეყოთ მაგათ ადამიანებით თამაში. არ ეყოთ, ჯორჯიო, არ ეყოთ, იცი რატო? პირდაპირ გეტყვი რატო? მაგათ უნდათ ოქრო. რატო უნდათ იცით ოქრო? ოქრო უნდათ იმისათვის, რომ თავიანთი მიმძღნერებული პლანეტა იქ ნიბირუ რო გაანადგურეს და კინაღამ დაშალეს ის პლანეტა. აი იმ პლანეტას რო სჭირდება ოქროს გარსი ხონდეს შემორტყმული, რომ მზისგან არ დადნეს. აქ დედამიწაზე ჩამოენძრიენ ეგენი და აქ იპოვეს ოქრო და ეხლა აქედან მიაქვთ იქ ოქრო, რომ იქ გაფანტონ ჰაერში, რომ თავიანთი პლანეტა არ დაულპეთ იმათ. მაგიტომ არიან აქ დგანან ეგენი ადამიანები შექმნეს მონებად და ამუშავეს შარბათი, იმიტომ დაარქვეს შარბათ, რომ აი 6 დღე რო იმუშავებდა ადამიანი, მე-7 დღეს დაეთვალა რამდენი ოქრო გამოიმუშავა იმ კვირაში. აი იმ ოქროს მერე თვითონ დაალაგებდნენ სადღაცა საცავებში და რომელიღაცა დიდი ხომალდით აიტანდნენ მერე ნიბირუზე. ახლაც აკეთებენ მაგას, ჯორჯიო, ახლაც. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ მაგას, იმიტომ რომ ჩვენმაც აკეთებენ. მასონობა არაფერშუაშია ის ორდენები, რომლებიც მასონობას იბრალებენ, არიან კვაზი ორდენები. კლასიკური მასონობა არის ქვის მთლელთა სიბრძნე და ფილოსოფია. კლასიკური მასონობა. ქვის მთლელი რატო ქვია? იმიტომ რომ ოქროს ეწებს ქვაში, ხო? ქვას ეშლის, რომ ოქრო გამოიმუშაოს. აქედან წამოვიდა, იცი როდისჯერ კიდევ რამდენიმე 1000 წლის წინ, არა 1000, რამდენიმე 100,000 წლის წინ. ეგენი მოვიდნენ ამ პლანეტაზე. მაგათ ჰქონდათ ომები, ეგენი არ ყოფდებიან, ისეთები არიან. ოქრო არისო მათ სისხლში, ოქროს ძისო. ესი არის ნათქვამი. ჰოლივუდს გამოაქვს ეგ ამბები, კაცო. ეს ხალხი, რომელიც არის აი ღმერთობას რო იბრალებს, ანქელიოსობას რო იბრალებს კი არა არის ეგრე რა. სინამდვილეში იქიდან ჩამოვიდნენ აქ, რომ აქ ოქრო მოიპოვონ. აქვთ მაგათ ცოდნა, აქვთ მაგათ დამწერლობაც გვასწავლეს, ფარმაციაც გვასწავლეს, ლითონის დამზადებაც გვასწავლეს, ოქროს მოპოვებაც გვასწავლეს, ყველაფერი გვასწავლეს, მაგრამ არ დაევასეთ მერე ჩვენც რომ მისნაირები გავხდით და გამოგვყარეს იმ ბაღიდან, კაცო. აგერ მოთხრობილია ამ წიგნში. მე კი არ ვიგონებ მაგას. იმ ნიბირუზე რო არიან ისინი ანქელიოსები. აქ რომ ჩამოვიდნენ, უკვე იყო მარდუქი. მაგათ შორისაც ბრძოლა ხდება. ეგენი რომ აქ ჩამოვიდნენ, ოქროს საძიებლად, ხო? და რაღაცნაირად შემოაღწიეს ამ დედამიწაზე, აქ უკვე დახვდათ მათიანი. და ეს მათიანი მარდუქი უკვე აქ უკვე ღმერთობდა. ანუ ის იყო მთავართა მთავარი ადამიანები და არც არის ცუდად მოხსენებული ის ადამიანებს კი მართალია იყენებს როგორც ესე პატარები მუშა ხალხად, მაგრამ არ ამონებს ისე როგორც ეგენი ამონებენ, არ კლავს, არ ანადგურებს. მაგრამ ესენი რო ჩამოვიდნენ, იქ რო ღმერთებს შორის ბრძოლა, აი მაგ ღმერთებს შორის რა, იმ ანქელიოსებს, იქიდან ჩამოსულების შორის რომ მოხდა ბრძოლა, ეხლა ჩვენ ადამიანებს არც დაგვესიზმრებოდა, ისეთი ტექნოლოგია ქონდათ მაგათ, ლაზერულიც მაგათ ქონდათ და ეხლა რაც გამოდის, ის ჯერ არ დაგვესიზმრება, ისეთი ტექნოლოგიები მაგათ ქონდათ და ადამიანი რო დაინახავდა, რომ ესენი ლაზერული იმეებით, რა ქვია, აპარატებით ერთმანეთს ეშლიან, არ გაგიჟდებოდა, კაცო, ეს რა ხდებაო?
ჩვენ ჯერ ხმლებს და იმებს ვიცნობდით, აგერ გვახმალავებდნენ ჯერ და ლითონიდან დამზადებულ იარაღს გვაცნობდნენ და იმათ ლაზერული იარაღი ჰქონდათ უკვე. კილომეტრებიდან ესროდნენ ერთმანეთს და კლავდნენ ერთმანეთს და ამას რო ადამიანი შეესწრებოდა, მისი ცნობიერება რა თქმა უნდა გაიზრდებოდა და რა თქმა უნდა შეიშლებოდა კიდეც რა. გაცრავთ. ოქროს მტვერი ჭირდება. დიახ, ოქროს დღესაც, ჯორჯიო, დღესაც ოქროზე ფული რატო გამოიქონეს? იმიტომ რომ ჯერ ოქრო გითხრეს, რომ ოქროს რომ მომიტან, მე ამას მოგცემ. ოქროს რომ მომცემ, მე საჭმელს მოგცემ. მერე ოქრო რომ ედო ხალხს და ოქროთ იყიდულობდა, ის ოქროც რაც სახში ედოთ, ის ჩაანაცვლეს ქაღალდით. აი ამ ქაღალდის ფულზე დავაწერო ამდენი და ამდენი ოქროს ტოლია და ეხლა ქაღალდები გაცვალეს და ის ოქრო თვითონ მიიტანეს თავის, იმიტომ რომ სჭირდებათ ოქრო, მაგათ ლითონი სჭირდებათ, ეხლა დარიშხანი სჭირდებათ. იმიტომ კი არ სჭირდებათ რომ გამდიდრდნენ, იმიტომ რომ თავიანთი პლანეტა ნიბირო გადაარჩინონ. მესმის მაგათიც რა, ისინი ცდილობენ რომ რაღაცა გადაარჩინონ, მაგრამ ნუ გვატყუებენ, გვითხრან სიმართლე და დავეხმარებით. ამ ოქროს მოპოვებაში დავეხმარებით, კაცო, ნუ გვატყუებენ. აღარ ვართ პატარა ბავშვები, როგორცაც ფიქრობენ რომ ვართ. ჩვენ გავიზარდეთ, ცნობიერი გაიზარდა ჩვენი და არ გვინდა ტყუილში ცხოვრება, სიმართლე გვითხრან და დავეხმარებით. მაგრამ შეიძლება იციან რომ მე კი დავეხმარები და ჩემნაირები, მაგრამ არამზადის, აი ამ დედამიწაზე არამზადათა საზოგადოება, რომელიც აი ხა სულ რაღაცა ერთი დღის წინ ვამხილე, ხო, არამზადები. არამზადათა საზოგადოება მათ არ დაეხმარება, ამიტომ ურჩევნიათ რომ ჯერ გვატყუონ და ისე გამოგვიყენონ, ვიდრე სიმართლე გვითხრან და ისე დავეხმაროთ. იციან რომ არ დავეხმარებით ჩვენ. მე კი დავეხმარები, მაგრამ ისინი არ დაეხმარებიან. ვინც არამზადა, ანუ არ არის მზად. გესმის? მე ვარ მზად. თუ მეტყვი სიმართლეს, მე შენ გასაჭირში დაგეხმარები, მაგრამ ჩემნარი ყველა ხო არ არის. ამიტომ არ უნდათ რომ შევიდნენ, ადამი რომ შევიდეს ისევ ბაღში, არ უნდა, იმიტომ რომ არ დაუჯერა ადამმა იმას, არ დაემონა. არ დაემონა. ვიღაც ანგელოზი მოვიდა, გუ ელი მოვიდა. ელი, გუ ელი მოვიდა. და აი ამ გუ ელმა უთხრა ევას რომ აი შენ რო შეჭამ ამ ცნობიერებას რო გაეცნობი, შენ კი არ მოკვდები, იმისნაირი გახდები. მართლაც გახდა. იმიტომ რომ ღმერთი ადასტურებს, რომ მართლაც გახდა ევაც და ადამიც ღმერთისნაირი. იმიტომ რომ სიცოცხლის წარმოშობა ისწავლა რა არის. ცნობიერში ავიდა. გულს დაუჯერა, ინტუიციაში ჩავიდა, გულში ჩავიდა, გუელში ჩავიდა, გესმის და ახლა იმას, რომელსაც კარგად მოსდიოდა რა. აი ესე მოსდიოდა ისე რომ ადამი არც კითხულობდა რატომ მამუშავე ღმერთო რა გინდა ჩემგან. არ სვავდა ამ კითხვას, მაგრამ როდესაც ადამა კითხვა დასვა, აღარ მოეწონა იმ ღმერთს, გამოაგდო იქიდან. თქვენ იცით ახლა ედემი სად არის? ალბათ ყველაზე მეტი ოქრო, სადაც მოიპოვება, იმას ქვია ედემი. იმიტომ რომ იქ აღარ უნდოდა ადამი, ღმერთს აღარ სჭირდებოდა, ბრძოლას დაუწყებდა ალბათ, ესე თავისივე სულიდან გამომდინარე, იფიქრა ღმერთმა რომ ის ადამი ბრძოლას დამიწყებს, აღარ ჩვენაირი გახდაო. ხო, სხვებს ელაპარაკება. როდესაც გუელი მოდის და ადამიანი, ეხლა როგორც ჩანს ეს გუელი არ არის გულღრძო რა, იმიტომ რომ სიმართლეს ეუბნება ადამიანს. ხოლო ის ღმერთად წოდებული, რომელიც ადამიანს ჯის, ის არის გულღრძო, იმიტომ რომ იმას ეშინია, იმას არ უნდა რომ ადამიანმა მისნაირად გაურჩიოს საქმეები. ამას გულღრძოობა ეწოდება თუ რაც გინდა ის დაარქვით, კაცო, აშკარაა რომ ეს ღმერთი ედემიდან აგდებს იმას, თავისივე შექმნილს, მაგრამ ეგ რაც თქვენ აღწერეთ, ანუნაკებს მარდუქს ეპოქას, ამას კაბალაში ნეკუდიზმის სამყაროს ეპოქა ეხვია. ეგენი არიან კლიფოთური ძალები, რომლებიც აკოპირებენ უმაღლესი ღვთაებრივი სისტემიდან. ეგ ბიბლიაც რომ გითარგმნეს, მაგათ გითარგმნეს ასე, თორემ თორა ორიგინალში ისევ წმინდა და აუმღრეველია, მე მაგის თქმა მინდა. მაგას ვამბობ, ჯორჯიო, მე არ გინახავს ის ლაივი, სადაც ვამბობ, რომ ეს ანგელოზები, რომელიც აი ამ წიგნშია ჩამოთვლილი, ხო? და ენოქი ამას
გვიცხადებს არიან ის ანუნაკები, რომლებიც სახელებიც მოწოდებულია დღესაც. ენოქის წიგნში ყველა სახელია ჩამოთვლილი. მაგრამ ანუნაკს რო დააკავშირო ანქელოზი, უნდა კონდეს ცოდნა. თუ ცოდნა გაქვს, შენ პირდაპირ კავშირში ხარ იმ ანუნაკებთან და ადრე რო ანუნაკები ერქვათ, მერე ანქელიოსები დაერქვათ. ანქელიოსები, ანგელოზების დღეს რო უწოდებენ. ანქელიოსი კი ანქი არის ღმერთი ჩამოსული სინათლიდან. ან სინათლის მომცემი ღმერთი. ორნაირად შეიძლება. და თუ ანუნაკების სახელები ემთხვევა ენოქის მოთხრობილ ანქელოზებს, მაშინ პირდაპირ აკავშირებ, ხო, რომ ისინი არიან იგივეები არიან ეგენი. აბა ეხლა ეგეთი დამთხოვა, რომ ყველა სახელი დაემთხვას, ხო? მაშინ დამთხოვულები ვართ სულ ყველა და ყველაფერი დამთხოვულია რა. ყველა დავიცი. ყველა თავის წიგნებში სხვადასხვა სახელებით იხსენიებსო სიმართლე ერთიაო, ამბობს სოფია. კი. საქართველოს სავსეა ოქროს საბადოებით. ისა თედო კი საქართველოს სავსეა ოქროს საბადოებით. რა თქვენ რა გონიათ აგერ მთელი მთა რომ მოხსნეს ქვად მთლელები ვინები არიან მთელი მთა რომ მოგვიხსნეს აქ და კიდე სიღრმეში ჩადიან იქ დედამიწის სიღრმეში რისთვის ჩადიან ეს ოქროს საბადოა და გააქვთ უფასოდ საქართველოსთან უფასოდ გადა ქართველი კიდე სხვებს ემათხოვრება რომ ჩვენ ფული არ გვაქვს რა ფული არ გვაქვს კაცო დარიშხანის სავსეა საქართველოს მიწა და ოქროთის სავსეა საქართველოს მიწა ალბათ მარდუკი აქ დედამიწაზე იყო აქ საქართველოში იყო და აქედან გაყარა ის ადამის წარმომადგენლობა არ ვიცი ეგეც ვიფიქრე მე იმიტომ რომ ოქრო სადაც არის ის ადგილი იყო ედენი სად არის ოქრო მთიან ადგილებზე, სადაც ჯერ კიდევ მთა არ დაშლილა. სავარაუდოდ, სადაც უდაბნოა, ყველგან მთა იყო და დაშალეს მერე ეს მთები. ოქროს გამო. რა გაუჭირდებოდათ მაგათ ისეთი იარაღები და ტექნოლოგიები ჰქონდათ. ასია ფრაქტალურობა მცირე იმეორებს დიდს და დიდშიც არის ის, რაც მცირეშია. ის, რაც მაღლაა, ის დაბლაა. ფიჭა და კრაზანების ბუდეც ერთი და იგივე ფრაქტალური კოდითაა გაკეთებული. ხო, ეგრეა. იმაში უფრო კონცენტრირებულია კრაზანაში შხამი, ვიდრე ფუტკრის შხამი. კრაზანა უფრო ძლიერი 10 ფუტკრის შხამს მოიცავს, კრაზანის შხამი. ხოლო ფუტკარი არის ბუნჩულა, არც კლავს მისი ნაკბენი, თუ ერთი მოგხვდა და არც პირიქით გაჯამრთელებს. და კრაზანის ნაკმენიც კარგია თუ ერთი მოგხვდა, მაგრამ თუ ბევრი დაგესია ცუდია. ეხლა რა მინდა რომ გითხრათ რა. აი ეხლა ჩვენ ხვდებით ერთ რამეს რომ ძალიან დიდი ქაოსია შემოტანილი. არავინ არაფერი არ ვიცით, ვინ არიან გლობალისტები, ვინ არიან სიონისტები, ვინ არიან ანუნაკები, ვინ არიან ეს ანგელოზები. რა არის აქ საერთოდ, მაგრამ შეგვიძლია აზროვნებიდან გამომდინარე დაახლოებით მივხვდეთ თუ რა დღეში ვართ ჩვენ ყველანი რა. როგორ გვაბრძოლებენ ეს ღმერთები ადამიანებს. როგორ წაგუკიდებენ ხოლმე ერთმანეთს. იმას სხვანაირად მოუყვებიან, ჩვენ სხვანაირად. მერე ჩვენ დავეტაკებით ამის გამო. ამის გამო ხდება ბრძოლები. იქ აგერ რუსეთი ვითომ უკრაინა და რუსეთი რაღაცა ტერიტორიას იცავს. ამასობაში ყვდება ადამიანები. ხო, სადღაცა უნდა გამოვფხიზლდეთ არა და ვთქვათ რომ ბიჭო აღარ გვინდა ეს. არც ტერიტორიის გამო მოგკლავთ. ერთი ძმა და დები ვართ. არც ოქროს გამო მოგკლავთ. ის ოქროც და ტერიტორიაც ამ დედამიწას რჩება, ვერსად ვერ წავიღებთ, ხო? მაგრამ თურმე ვის აინტერესებს? თურმე აინტერესებს იმას, ვინც მართლა ამ დედამიწიდან წაიღებს იქ მაღლა. რატო? იმიტომ რომ ის უკვდავია. იმან მიაღწია იმ ცნობიერება, სადაც უკვდავებას მიაღწია. ის სულ მუდამ ცოცხალია. ამიტომ იმ ნიბიროზე მე არ ყოფილვარ, მაგრამ სავარაუდოდ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ იმ ნიბიროზე ისეთი რაღაცა აქვს ამ ტიპს აწყობილი, ვინც დედამიწაზე ჩამოდის და იმის გადარჩენას ცდილობს და ამას იმეტებს, რომ ალბათ დედამიწის, ანუ ენანება იმის დაკარგვა, რაც აწყო იმ ნიბიროზე, გესმით? არ ვიცი მე რა აწყეს იმ ნიბიროზე. არ ვიცი რა საოცრებები აწყეს, არ ვიცი რატო ენანებათ იმის დაკარგვა, მაგრამ აშკარაა რომ ამ დედამიწას იმეტებენ, სადაც ჩვენ ვართ და იმის გადასარჩენად აქედან მიაქვს ოქრო. ამ დედამიწას რომ მოასპობენ, ოქროს რომ გამოაცლიან ამ დედამიწას, რა
ელემენტს რომ გამოაცლი შენ ძალას შენ გონია ის ელემენტი ისე მიმოქმედებს არა ხო ეს არ იციან მაგათმა ჩვენზე კარგად მაგათმა იციან თუ დედამიწას გაანადგურებენ თვითონაც ის ნიბირუს გაანადგურდება და ბიჭო მაგიტომ ამბობ ისინიც ბრძოლაში არიან ისინიც ერთმანეთის ბრძოლაში არიან და ერთს ესმის ერთს არა მაგათიანებს ერთს ესმით ესა ერთს არა ამიტომ ერთნი იცავენ დედამიწას მეორენი ანადგურებენ დედამიწას ერთს გონიათ რომ ამ დედამიწის განადგურებით ნიბირუს გადაარჩენენ მეორემ უკვე მიხვდა რომ ნიბირუს კი გადაარჩენ მაგრამ დედამიწა თუ გაწყვიტე სრულიად იშლება მთელი სისტემა ამიტომ ესენი ვინც ამას მიხვდნენ სანამ იმად გააგებინებენ რაღაცნაირად იცავენ დედამიწას ამიტომ არიან დედამიწაზე ორგვარი ანგელოზები დაცემულნი და ამაღლებულნი ამ დაცემულ ანგელოზებს არ ესმით ის რომ ისიც საკითხავია რომელია დაცემული რომელი თავს ასაღებს ამაღლებულად შეიძლება ის უფრო დაცემულია იმაზე ვინც აქ დედამიწაზე არ ვიცი ყველაფერი აირია თავდაყირად დადგა ყველაფერი იმიტომ რომ დაცემულ ანგელოზებს უწოდებენ იმათ ვინც ადამიანს ასწავლის ყველაფერს ქიმიას ფარმაციას დამწერლობას და ასე შემდეგ დავათის სტელაზე რომ არის ქართული ასობგერები წარმოდგენილი მიქაელი და გაბრიელი აწოდის აი ამას ცნობიერებას ადამიანებს მაშინ ახლა საკითხავია ენოქის წიგნში მოხსენიებულია ის ანგელოზები რომლებაც ადამიანებს ცნობიერება მისცეს ანუ დამწერლობა მისცეს დაცემულად არის მოხსენიებული ესე იგი მას მიქაელი და გაბრიელი დაცემული ანგელოზი ყოფილა და ამასთანავე ენოქი ისევ წერს რომ მიქაელი და გაბრიელი ჩამოდიან რომ დასაჯონის დაცემული ანგელოზები რომლებაც ადამიანებს ცნობიერება მისცეს ესე იგი რა გამოდის მიქაელმა და გაბრიელმა ადამიანებს თვითონ ასწავლეს და თვითონ თავის თავს ჯიან ან შეიძლება სულაც არ არიან ეს დავათის სტელაზე რომ მიქაელი და გაბრიელი დაარქვეს შეიძლება სულაც არ არიან მიქაელი და გაბრიელი და არიან აზაზელი და ტურიელი მაგალითად ან სხვები ვინც ცნობიერება მოგცეს დამწერლობა ვინ მოგცა რომელმა ანგელოზებმა ანქელიოსებმა მოგცეს დამწერლობა ხო დავათის სტელაზე აი ესე დაარქვეს ადამიანებმა რომ ესენიო მიქაელი და გაბრიელი არიანო იქ არ აწერია მიქაელი და გაბრიელი სახელები არ აწერია მაგრამ ესე წარმოიდგინა ალბათ ადამიანმა თამა რეპტილები რით განსხვავდებიან ანგელოზებისგან რა ვიცი აბა მე არ მინახავს რეპტილოიდი არ მინახავს მე ცხოვრებაში არ მინახავს თვალით არ დამინახავს მაგრამ რეპტილოიდური სისხლის მინახავს აი მაგალითად ადამიანი რომელსაც გაყინული აქვს სული და ადამიანური არ შეჩენია ის რომ დაინდოს ადამიანი აი ვინები არიან რეპტილოიდები ვინც 41-დან 45 წლამდე ადამიანები და ბავშვები კლა ისინი არიან რეპტილოიდები რა რეპტილოიდური სისხლ გაყინულები ადამიანი რო არ გეცოდება რო კლავდა მე იმის ანუ რო ჭამდა იმის ძვლებიდან რო ამზადებ იმას რა ქვია ღილებს და ესე მიიკერებ აქ ბიჭო აქ რომ მიიკერებ ადამიანის ბავშვის ძვლებიდან დამზადებულ ღილს ეგ არის რეპტილოიდი მე სხვანაირად ვერ ავხსენი ეგ რა ცივსისხლიანობა არის ეგ ადამიანში რომელსაც ცეცხლი აქვს ხო ადამიანური ცეცხლი ის ვერ გაიმეტებს ადამიანს ეგრე ვერა შანსი არ არის თვითონ მოკვდება ვიდრე სხვას გაიმეტებდეს მაგისთვის რა მამუკა გაგაძე ამბობს თამარ პირადში მოგწერეო ხო ნუ გავარკვიეთ ახლა ხახო აი ძალიან დიდი ქაოსია რა უყურე მართლა დიდი ქაოსია ვერ გავიგეთ ვინ არიან სიონისტები აგერ გვეუბნება ადამიანი რომ სიონისტები არ არიან გლობალისტებიო სიონისტები არიან ადამიანები რომლებიც გლობალისტებს ებრძვიანო არ ვიცი შეიძლება მართალია რა ვიცი დაბა მე მინახავს სიონისტი არც ერთი სიონისტი არ ვიცი მეთქი ამიტომ გეუბნებით სიონისტი რომ გავიცნობ სიონისტებს და რომ მოვისმენ იმათ აზრს მე შეიძლება გამოვიტანო აზრი არ ვიცნობ სიონისტებს მართალი კითხვა არც გლობალისტებს მაგრამ აი შორიდან ხედავ რასაც აკეთებენ ეს გლობალისტები თუ მასონები არ ვიცი ვინ არიან ეს მასონები გლობალისტები არიან თუ სიონისტები როდესაც სიონისტი გააცხადებს თავის აზრს ხმამაღლა ეთერში რომ მე ამას და ამას არ ვეთანხმები
არა ადამიანობას არ ვეთანხმები, არ ვეთანხმები იმას, რაც მოხდა 41-დან 45 წლამდე, არ ვეთანხმები იმას, რაც ხდება ახლა რუსეთში და უკრაინას შორის, არ ვეთანხმები იმას, რაც ადამიანის მკვლელობას ამართლებს, არ ვეთანხმები, მე დავიჯერებ, რომ სიონისტი არის მართლა ადამიანური სისხლის. მაგრამ სანამ მღვდელი მართლმადიდებელი რუსი მღვდელი ჯერ კიდევ ბომბებს ლოცავს, რომ აი ეს ბომბები დაილოცოსო, იმიტომ რომ ამოწყვიტოს ის უკრაინელიო იმის გამო, რომ ამ ტერიტორიას დაცვა სჭირდებაო, მე მასში ადამიანობას კი არა, არაცო ღვთიურს, მე მასში ვხედავ დაცემული ანგელოზიც არ არის მასში, არის რაღაც საშინელება, გაორება, შიზოფრენია, აი საზიზღრობა, მღვდელი რომ ბომბებს ლოცავს, ბიჭო, ეგენი ვინ არიან და მე ჩვენ ჩვენს მართლმადიდებლობას აჯერებენ იმ ტვინ ღრძო ხალხს, რომ აი ეს კარგია, რუსეთი იცავს თავის სამშობლოს, კარგებს იცავს რუსეთი. ზოჰარის მიხედვით კაინს და აბელს ჰქონდა რეპტილოიდური გენი, რადგან ევას ჰქონდა კონტაქტი სამაელთან და ადამს ლილითთან. ადამის პირველი ცოლი ლილითი იყო. ლილითი რატო არის დაცემული? მე ვერ ხვდები ლილითი თვითონ ამ ანბანს ფლობდა და არც ერთი ცუდი რამე არ გაუკეთებია ლილითს, გარდა იმისა, რომ ადამს განუდგა. რომ არა ლოგინშიო, ანუ სექსის დროსო რა, არა მე უნდა ვიყო მაღლაო და არა შენო. ესია მოთხრობილი და ეხლა იმათმა რა ზეიჩხუბეს, რანაირად გავიგომე, ხო? ძალაუფლებაზე ჰქონდათ ბრძოლა ადამს და ლილითს და ლილითი განეშორა ადამს. და მე ვიცი ლილითი რომ განეშორა ადამიანს მაგის გამო არ დამორჩილდა ადამიანს. ეხლა მაინტერესებს რატომ არის ლილითი დაძემული, რა გააკეთა ცუდი, ვინ კლა ლილითმა, ვინ მოკლა, ვინ არ დაინდო ლილითმა. მე ისიც ვიცი რომ ლილითმა საბოლოო ჯამში დაცემულ ანგელოზებს შეუერთდაო ესია ნათქვამი, მაგრამ ეხლა არ ვილაპარაკე, საკითხავე დაცემული ანგელოზი ვინ არის? ის ვინც ადამიდან ედემის ბაღიდან აგდებს თუ ის ვინც ადამიანს ასწავლის? ვინ არის დაცემული ანგელოზები და იქნებ კარგი ვინმეს შეუერთდა ეს ლილითი? მე ისიც ვიცი რომ ლილითმა ბოლოს ბავშვების დამცველია ლილითი, იმიტომ რომ ბავშვებს არ აკვლევინებს და ხეიბარისა და ბავშვების დამცველი დემონიაო, გესმის? როგორ უნდა იყოს დემონი? ბავშვების დამცველი, გამაგებინეთ რა. ბავშვების მჭამელი არ უნდა იყოს დემონი, ვიდრე ბავშვების დამცველი? ხო, მე რა ვიცი, ახლა მე ვერ ხედავ ლილითში ცუდ რამეს. და ვერც რეპტილოიდურ სისხლს ხედავ ლილითში, იმიტომ რომ თუ ბავშვების დამცველია ლილითი, რეპტილოიდური სისხლი მასში არ არის. ვინც ჭამს ბავშვებს, იმაში უფრო არის რეპტილოიდური სისხლი. აი ადამიანის მოდგმა ხო ჭამს? ხო და ლილითი იცავს იმ ბავშვებს, რომ არ ჭამონ ეს ბავშვები, რომ არ კლან ეს ბავშვები. ლილითი ღმერთ შეებრძოლა მაგაშიც. ანუ რა გამოდის ახლა? შეიძლება ადამიანში უფრო რეპტილოიდური სისხლია ვიდრე ლილითში, იმიტომ რომ ლილითის მოდგმა ჭამს ბავშვებს და ადამიანის მოდგმა ჭამს ბავშვებს და ლილითი იცავს ბავშვებს. ეხლა ვინ არის კიდე მოიცადე ვინ სამაელთან იყო, ხო? ევა სამაელთან იყო, სამაელთან რო იყო, რომელ წიგში წერია, მე არ ვიცი, მაგრამ აშკარაა რომ ღმერთს გაუჩინა შვილები ევა. აშკარა რომელ ღმერთს გაუჩინა შვილები საკითხავია, ხო? კაინი და აბელი ვისგან გააჩინა ევა? კაინმა ხო აბელი მოკლა, კაინის მოდგმა განადგურდა სულ. კაინის მოდგმა, მაგრამ სეითის მოდგმა არის მე ნოეს მოდგმა კიდე ჩვენ ყველანი ამ დედამიწაზე. თუ არ არიან ის ნიბირუდან ჩამოსული უცნაური ხალხები, ვინც ანგელოზები ქვია და ვისაც ღმერთები ქვიათ, ისინი თუ არ არიან კიდე გამრავლებული ამ დედამიწაზე და არ გამოიყოფიან ადამიანებისგან, ხო? ილია შეყოლის კომპლიმენტებით მავშებ ძალიან საყვარელი ხარ. რამხელა სიყვარულის მატარებელი ხარ, თამარო, მეუბნება ილია. აბა მითხარით კიდე რამდენი ხედავთ ჩემში სიყვარულს. ილიას ვამართლებ მე, იმიტომ რომ მართლა სიყვარულით ვლაპარაკობ, თუნდაც მე ვიყო მკაცრი.
ზოჰარი ამბობს ალის ლილითის უმაღლესი და უმდაბლესი ლილითი. რა თქმა უნდა, ყველაფერში არის ორი მხარე. ამ დედამიწაზე ბინალური ქვეყანა არის, სამყაროში ვართ. დაცემული მხარეც არსებობს, ამაღლებული მხარეც არსებობს. მაგაში გეთანხმები მე. ყველაფერს აქვს თავისი დაცემული, აიღე მონეტა. დაცემული მხარეც აქვს, ამაღლებული მხარეც აქვს, მაგრამ აქვს მესამე მხარეც, გარე წრე. ის წრე, რომელიც ღმერთების წრეა. დამკვირვებლის წრეც აქვს იმას. ყველაფერს აქვს სამი მხარე. მაღლა რომელიც ჩანს, დაბლა რომელიც დაფარულია და გარე წრეც. ის წრე, რომელშიც მე ვზივარ ახლა და იმ გარე წრიდან გელაპარაკები, რომ ორივე მხარე არსებულია, ორივე მხარეს აქვს უფლება იარსებოს. და ეხლა საკითხავია, აქ უნდა მოხდეს ბალანსი. ბალანსი რომ მოხდეს, ამ მონეტამ ტრიალი უნდა დაიწყოს. ტრიალი, ანუ 3 ალი. ისევ მივედით 3 ალთან. სიტყვის ძალის მეშვეობით მივედით 3-ებასთან. ანუ 3 ება, რა ება 3 მხარეება, დაცემული, ამაღლებული და გარე წრე. რომელ გარე წრესაც უნდა დაატრიალო ეს მონეტა და იქ რომელიც ტრიალებს, ისე უნდა იტრიალოს, რომ ჰაერში აიწიოს, რომ ის რომელ წერტილზეც დგას არ დაიჭყლიტოს და არ დაიჯაბნოს. მაშინ მონეტა რომელიც ტრიალებს და ჰაერშია, ღვთიური მდგომარეობა მაშინ მიიღწევა. თუ ჩვენ მარტო იმ წერტილზე დავამყარებთ ამ ტრიალს, ის წერტილი დაიჯაბნება, არც იქ ვიქნებით სწორი. ხო? რეპტილოიდებმა ადამიანის გენეტიკას თავისი გენი დაამატეს, ამიტომ არის ცოდვები. ეგ რეპტილოიდებიც ასია გაიხსენე გველის და მესიის ჰემატრია. რადგან რეპტილოიდი არსებობს, ესე იგი მას აქვს არსებობის უფლება. კი უნდა მოკვდეს, უნდა რაღაცნაირად ბალანსი შევინარჩუნოთ, ხო? თუ რეპტილოიდი დაანგრევს ცხელსისხლიანს, ხო, ცივსისხლიანი ცხელსისხლიანს თვითონაც განადგურდება. თუ ცხელსისხლიანი გაანადგურებს ცივსისხლიანს, თვითონაც განადგურდება. ბალანსი შევქმნათ. რა არის ბალანსი? საინტერესოა, ამ სიტყვაში ურევია ბალანი და სი. რას ეუბნება იაკობი დედამის სარას, რომ ის ძმაო, რომელიც გააგზავნაო სანადიროთო, ჩვენმა მამამო და რომელიც დასალოსად გააგზავნაო, ის ბალნიანიაო და მეო წვერი არ მაქვს, ბალანი არ მაქვსო. ახლა მივედით ბალანსისთან, ხო? ბალანსი. რაღაცა კავშირშია ეს სიტყვა, ბალანი არის კავშირში, როგორ დაწყევლა კაენის მოდგმა ღმერთმა? ბალანი მოგშორდესო, ხო? ბალანი რა არის? ჩვენ გონია რომ ბალანი არის თმა და წვერი. თურმე რაში დაუწყევლია ღმერთს კაენის მოდგმა? ბალანსში. ანუ ბალანსში, ბალანი მოგშორდესო, ანუ აღარ ქონდა კაენის მოდგმას ბალანსი. ვეღარ იგებდა რა არის კარგი, რა არის ცუდი. თუ ბალანსი, მე განადგურა ისიც, ხო? ეხლა დარჩა ისეთი ხალხი, რომელიც ნოეში მაინც კიდევ არის რაღაცა ბალანსი, ხო? როგორ ჩანს, ყველა ძმას არ წევლის, მარტო ერთ ძმას წევლის. იმ ძმებმა რომ ჩააცვეს, არ უთხრა, რატო არ უთხრა ნოემ იმ ძმებს, რომ ბიჭო, რას თქვენი საქმე იყო, რომ შემომივარდით ამ კარავში თუ იმ სადაც ვიყავი, ვერ ვიყავი ჩემთვის შიშველი? გამოფხიზლებოდი და გამოვიდოდი. რატო შემოხვედით? ისინი რატო არ დაწყევლა? რატო მაინც და მაინც ერთი დაწყევლა ის ქანი? ისიც ვერ იყო ბალანსში ნორმალურად ნოე. ბალანსი რო ქონოდა ნოეს, იტყოდა რომ გამიღვიძა და ბავშვები არიან შეცდომა დაუშვეს. რა ვიცი, რა შეცდომა რა არის, მაგრამ დაუშვეს. მაშინ ეგრე ჩათვალა. ნოემ რო შეცდომა იყო, ხო ვთქვათ? ერთი დაწყევლა და ორი არა. და თანაც როგორ დაწყევლა, კაცო, შენი ძმების მონა იყავიო, რაღაცა სხვანაირად მაინც დაიწყევლა. სხვანაირად დაიწყევლა, რატო ძმების მონა გახადა? ბალანსი, წონასწორობა, ბალანი თმა, გულთმისანი რატო ქვია? თმასთან არის კავშირში. ბალანიც თმასთან არის კავშირში. თმა რა არის მეთქი რო ამბობ? ანტენა. ანუ მიმღებლობა რო აღარ გაქვს სწორად
და რო გაკლია ეს მიმღებლობა, თმიანი რო აღარ ხარ, ხო? აი კაცს წვერი არ აქვს მაგალითად და ესე იგი ვერ იღებს იმ ბალანსს. რატომ არის წვერის გაპარსვა ცოდვა, აცდენილობა? იმიტომ რომ როცა მოდის სიხშირეები, კაცს მარტო თავზე არ ყოფნის ის თამა, აქაც სჭირდება როგორც ჩანს, რომ მიიღოს სიხშირეები კარგად, ბალანსირებულად. თუ კაცი იპარსავს წვერს, ვეღარ იღებს იმ სიხშირით. ამიტომ ქალს თმაზე რატო ახურებენ ხოლმე იმას, რა ქვია მაგას, რიდესო თუ რაღაც ჯანდაბას ეკლესიაში რო შედის, რომ არ ქონდეს მიმღებლობა. რატო? იმიტომ რომ ქალს დიდი რაოდენობით მიმღებლობა აქვს, როგორც ჩანს თმიდან. თმა არის ანტენა. ასევე კანზე არის საჭირო თმები, სადაც ამოსულია თმა, იქ საჭიროა. რატო? ვინასწავლა ადამიანს ბალანის მოძრობა თუ იცი? დასვემულმა ანგელოზებმა. რატო? იმიტომ რომ მიმღებლობა არ ქონოდათ ეთყობა, ბალანი არ ქონოდათ და სი რა არის? სი არის ტყუა. სი ტყუა არის, გესმის და ბალანსი რომ არ ქონოდათ, ამიტომ წვერიც მოპარსეს, თმაც გადახოტრეს, იღლიებზეც მოაპარსინეს თმები, ფანჩარიც მოაპარსინეს და ყველაფერი. ბალანსი დაუკარგეს მთლიანად რა ადამიანის თმები საჭირო არ რა ღმერთმა რომ შექმნა ქრისტესი არ იყოს კაცო წინა დაცვეთაო მაშინ იქნებოდაო თუ ღმერთს ეგრე ესურვებოდაო რომ დედის მუცელშიც იმის გარეშე ჩასახავდაო იგივე არის აქაც რა თუ ადამიანს თუ ღმერთს არ ესურვებოდა ადამიანს წბას არ მიცემდა ხო რატო ებრძვის ადამიანი თმას, იმიტომ რომ ბალანსი დაკარგოს. სიტყვის მიერ გეუბნებით, ეხლა ლაზარეს მიხედვით, ასეთი ინფორმაცია გამოვიდა ეხლა ამ პირდაპირ ეთერში. არ ვიცი რომელი დაეთანხმებით და რომელი არა ამ ინფორმაციას, მაგრამ ვინ სიტყვის არც შეერკვევა, ის მიხვდება, რასაც ვლაპარაკობ ეხლა. ლამაზე სიტყვები გჭირდება? რატომ არ კითხულობ ჩემს ნაწერს? ისა მამუკა არ მიჩვენებს შენს ნაწერებს, ეხლა მიჩვენა მარტო. მასონი არის ჯორჯიო ხო ესეა? აგერ დაგიწერია. მასონი არის ჯორჯიო ხო ესეა? ანუ კითხვა სვა მამუკა. უხდედა ჯორჯიო აგერ გეკითხება მამუკა. მასონი არის ჯორჯიო. აგერ კიდე გამოაჩინა ნახე მამუკა შენი დიდი SMS-ი. მომისმინე ერთი წუთი საით ეხლა გაქრა ისე. მამუკა გაგაძე წერს თამარ გალაპარაკებს ეგ მასონი არ უნდა ბიბლია წაიკითხო სხვა თემებზე გადაყავხარ ამ ნაბიჯვარ კახელ არაკაც ქრისტიანი იყო ეს არა მოდი იცი რა ვქნათ აი ესე ვთქვათ რა მამუკა არ ვიცი ვინ არის ჯორჯიო ჯერ არ ვიცი ვერ მივაყენებ ესეთ შეურაცხყოფას რომ არაკაცი უწოდო ფაქტის ახეზია რომ აშკარად თემიდან ავწდით მაგრამ იქნება საჭირო იყო ეს ნახოთ არ ვიცი ჯერ სად ანახე სიტყვის არსში ჩაგუყვანა და ბალანსი რომ მოაშორა და ღმერთმა რო კაინი დაწყევლა ის გაგვაგებინა ამ გადახვევამ თურმე რა ხდებოდა რა როგორ დაწყევლა ამიტომ ყველა ჭრილში განვიხილოთ შეიძლება კარგიც არის ეხლა ჯორჯიო შემოვიდა ჩვენთან და გადაგვიყვანა თემიდან იმიტომ რომ როგორც ჩანს აგერ გვეუბნება ჯორჯიო იმ წიგშიო არასწორობები წერიაო რა გვეუბნება იქნება სიმართლეს ლაპარაკობს არასწორობები წერია იმ წიგში რაზეც ჩვენ დროს ხარჯავთ როგორც ჩანს უკვე გვითხრა ადამიანმა გაგვიიოლა საქმე რომ ამ წიგში თქვენ რაც მოგყიდესო ის არასრულფასოვანიაო ამიტომ ეხლა ამის კითხვას და განხილვას უბრალოდ დროის ხარჯვა არის, ხო? შეიძლება მართლა დროის ხარჯვა არის. უკვე გაგვაგებინა 42 თავამდე მივედით და გავიგეთ რომ ესე იგი ნაგავი მოგყიდეს ჩვენმა მღვდლებმა. თუ ეს არის მართალი, მაშინ კარგად გადაუყვანივართ თემიდან, აგერ ისევ სიტყვის არსში ჩავედით და ლაზარესენით დავიწყეთ ლაპარაკი. აქამდე კითხულობდით ხო? აგერ საყვედურის მითხრეს შენ მოსმენასო ესაო მირჩევნია საერთოდ არ მოგისმინო ჯლუყუნებო. აგერ საყვედურის მითხრეს ხალხმა ხო არ მოეწონა ეს ჯლუყუნი ხალხს. მაშინ ისევ ლაზარესენით დავიწყებ ლაპარაკს, იმიტომ რომ ლაზარესენაზე არ ჯლუყუნებ. ლაზარესენაზე გამართულად საუბრობ ისე კარგად რომ ჩემზე მაგრად ვერავინ არ საუბრობს ლაზარესენით რა. რო იცოდეთ დღეს აი სრულიად დედამიწაზე ჩემზე კარგად ლაზარეს ენაზე ვერავინ ვერ მეტყველებს.
მაშინ ისევ ლაზარესენით ვიმეტყველებ, არ გჭირდება ეხლა კაცო, მართლა არ გჭირდება ის მახინჯური ტექსტები, რომელიც დაგვიდეს წინ ჩვენმა მღვდლებმა. აგერ ჯორჯიო გვეუბნება არასრულფასოვნად ნათარგმნი წიგნიაო. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ამ ნაბიჯარ კახელ არაკაც ქრისტიანი იყო ეს არაკაცი წავიდა ქრისტე გაყიდა იუდეელი გახდა და მასონი გახდა მესამე გრადუსის მასონია. არ ვიცი მამუკა როგორი მასონია. აგერ გვეუბნება კაცი რომ ქრისტე არის უმაღლესი სეფიროტიო, ხო? უმაღლესი მესია არისო. ქრისტეს არ უარყოფს. ჯერჯერობით ჩემს პირად საუბრებში ქრისტეს არ უარყოფს. პირიქით აღიარებს და ამბობს რომ უმაღლესი ცნობიერებაა ქრისტე. ხო და მე ვიცი პირადში გამოგიგზავნე ნახეო. ლევან პეტრიაშვილსაც ჰქონდა ეს ნათქვამი თავის ერთ-ერთ ლაივში. მიყვარს ლაზარეს ენა, ჩემშიაო სოფია ამბობს. მოდი ახლა ესე გავაკეთებ რა. აი დაცემული ანგელოზივით რომ არ მომივიდეს მეც. ჩემთან პირად საუბარში ჯორჯიოს ჯერ არ უთქვავს, ქრისტე არ უარყვია. გეტყვით ახლა რა. ჯორჯიოს ქრისტე არ უარყვია, არც პირად საუბარში და არც ლაივში. თქვენთან რა ისაუბრა, მე ხო არ ვიცი ეგ. არც ლევანთან რა ისაუბრა, არც ეგ არ ვიცი. აგერ საუბრობს კაცი, ხო? პირდაპირ ეთერში საუბრობს, გვეუბნება და გვაძლევს რჩევებს, რომ აი ეს წიგნი, ხო? ნახე, ეს წიგნი ამ წიგში არის ყველაფერი დაბალი დონის ღმერთების მოყოლილიო, ღმერთების დონეზე მოყოლილიო. ეხლა მე გეკითხებით, მართალია ჯორჯიო, როცა გვეუბნება, რატომ უნდა ვიყოთ დაბალი ენერგიების ვიბრაციაში? თუ კი გვითხრა უკვე და გაგვენხილა, რომ ნუღა ხართ მაგ დაბალი ენერგიების ვიბრაციაში, მე ვიტყვი, რომ თუ ეს დაბალი ენერგიების ვიბრაციაშია, აი ეს წიგნი, მაშინ არ უნდა იყიდებოდეს როგორც ჩვენ საღვთოწერილად და უმაღლეს წიგნად. მე ვამბობ, გადაესვას ამ წიგს ხაზი, აი ახლა რაც მოგყიდეს ჩვენმა მღვდლებმა ილია მეორის კურთხევით, გადაესვას ამ წიგს ხაზი, იმას ვადებ, რა ქვია, მაგას ადრე რო იყო ხოლმე კომუნისტების რო წაიკითხავდათ ზოგი ტექსტი გასაშვები იყო ხალხში, ზოგი არა, ხო? რა ქვია მაგას? აუ რაღაცა ქვია. კორექტურა კი არ ქვია, სიტყვა არ მომდის ახლა. აი ესე დავარტყი უკვე ცენზურა. ცენზურა დავარტყი. არ არის ეს წიგნი წასაკითხავი. თუ ჯორჯიო ამბობს და ამბობს, რომ ამაზე უფრო მაღალი დონის წიგნები არსებობს იგივე კონტექსტში, მაშინ მე იმას მოვითხოვ. მოგცენ ჩვენმა მღვდლებმა ისინი მოგცენ. ამას ნუ გვაკითხებენ. ხალხო აღარ იყიდოთ ეს წიგნი. ეს წიგნი არის ნაგავი. როგორც ჩანს. და თუ ნაგავი არ არის, ხო? მაშინ ჯორჯიო ტყუის. მაგრამ ჯორჯიო არ ტყუის, იმიტომ რომ მეუბნება, რომ აი ეს წიგნი არსებობს, სადაც მოთხრობილია ბაბილონის სრული ვერსია. ხო, აი ნინომაც ვიღო ცენზურავ. სრული ვერსია. სრული ვერსია. არსებობს ჯორჯიო გვეუბნება. ხო და იმ სრულ ვერსიას მოვითხოვ ახლა მე. მომიტანეთ ის სრული ვერსია, წავიკითხოთ და განვიხილოთ, ტყუილად დროს ხარჯავთ, იცოდეთ რა. თუ ეს კონტექსტიდან ამოგრეჯილი წიგნი თუ არის ეს, მართლა ტყუილად დაბალ ვიბრაციებში ხარჯავთ დროს. მე მოვითხოვ, მოიტანეთ სრული ვერსიები, ჩვენ მღვდლებს მოვთხოვ და რაბებსაც მოვთხოვ, იმიტომ რომ რაბების, აგერ პეპელაც მოვიდა, აგერ სიცოცხლის ნიშანი. რაბები არიან ვალდებული, გამოგვიჩინონ და მოსთხოვონ ჩვენს მღვდლებს, მართლმადიდებელ მღვდლებს, რომ სრული ვერსიები მოგვყიდონ. ან მოგცენ დაგვირიგონ საჩუქრად. სრული ვერსია თუ არ არის მოთხრობილი წიგნში, თუ რატომ მოხდა ბაბილონის ამბავი, რატომ უთხრა ღმერთმა აბრაამს, რა მიზნით, მაშინ ორივე დამნაშავეა. რაბინის დამნაშავეა,
და მღვდელიც დამნაშავეა. მართლმადიდებელი მღვდელიც დამნაშავეა და თორას წარმომადგენლის დამნაშავეა, რომ ერთი მეორეს არ ჰკითხავს, იმიტომ რომ ჩვენ მწვალებლობაში გვაგდებენ. მწვალებლობაში რატო გვაგდებენ, იცი? აი ამას კი გვყიდიან, ფულს გამოიმუშავებენ, მაგრამ თან გვეუბნებიან, რომ ეს არასრული ვერსიაა. ნახე, რატო გვეუბნებიან? თან გვეუბნებიან, რომ შენ ეს არ წაიკითხო, იმიტომ რომ მწვალებლობაში ხარ. მართალს ამბობენ, მწვალებლობაში ვართ თურმე, იმიტომ რომ ნახევარ ქათამა ვერსიას გვყიდიან თურმე. რაში ყოფილა საქმე? თან სიმართლეს გვეუბნებიან, რომ მწვალებლობაში ვართ. თან მოგყიდიან ამ წიგს ისე, რომ ეს არის ბიბლია უზენაესი ღმერთის დაწერილი. თან არ გვიმხელენ იმას, რომ ეს იმიტომ არის მწვალებლობაში ყოფნა, რომ სრულ ვერსიას არ ყიდით. აი თურმე რაშია საქმე? აქ ისევ და ისევ მივაგენით მაგათ სიმხდალეებს და ხრიკებს, თუ რაში გვატყუებენ. რატომ ვართ თურმე მწვალებლობაში? იმიტომ ვართ თურმე მწვალებლობაში, რომ თვითონვე გვატყუებენ. თვითონვე უნდათ რომ ვიყოთ სიბნელეში. რაბებსაც მოვკითხავ და მართლმადიდებელ მღვდლებსაც მოვკითხავ. მოგვაწოდეთ სრული ვერსიები. ახალი აღთქმისაც და ძველი აღთქმისაც. ერთი მეორეს არ ეკითხება, იმიტომ რომ ხიდია ჩატეხილიო. თამარი მაგ ჯორჯიოს შეგნებულად გადაყავხარ ბიბლიის განხილვიდან, რომ უფრო მეტი უკეთურები არ გამოირკვეს. მე გეტყვით რა, რაც ეხლა წავიკითხე, საკმარისი უკეთურებაში მხელა იყო. ამაზე მეტი უკეთურებები გველის წინ, რომელიც ალბათ უკვე აღარ არის საჭირო რომ წავიკითხოთ, იმიტომ რომ დავინახეთ რაშია საქმე. აგერ ამბობს ჯორჯიო. ერთი მეორეს არ ეკითხებაო, იმიტომ რომ ხიდია ჩატეხილიო. რატო? იმიტომ რომ მართლმადიდებელი მღვდელი რაბინს არ ეკითხება და რაბინი მართლმადიდებელ მღვდელს არ ეკითხება. რატოა ხიდი ჩატეხილი? მე მაგას გეტყვით. მე მქონდა ხილვაში. რა ხილვა მქონდა, მოგიყვებით ახლა რა. ვიყავი ხიდის იქით გადასული და იქ იყვნენ სხვადასხვა ცნობილი სახეები. და ამბობდნენ, ხმამაღლა ითქვა, რომ მოყავთ უკვე ცხვარიო და საიდან მოყავდათ უკვე ცხვარი, იცი, დასაკრავი კრავი? აი იქ ხიდის მეორე ადგილი, მეორე მხრიდან. ხიდის მეორე მხრიდან მოყავდათ დასაკრავი ცხვარი და ბებია ჩემი მეუბნებოდა, ჩემი გარდაცვლილი ბებია, მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო, როცა ეს ხილვა ვნახე. ეშინოდა, რომ უკვე მოყავთო ცხვარი დასაკლავად მოყავთო კრავიო. ნუ გეშინია მეთქი ვეუბნებოდი ბებია ჩემს, რომ კარგია მეთქი რომ მოყავთ დასაკლავად ცხვარი თქო, ვერ დაკლავენ მეთქი მაგ ცხვარს თქო. ვეუბნებოდი ბებია ჩემს, მაგრამ უკვე დრო არის ჯამი დაწყებული თქო რა. ხილვაში ეს განვაცხადე, რადგან გარდაცვლილ სულებს ეშინიათ, უკვე დრო ჟამი დაწყებულიაო. მაგრამ ვიცოდი რომ ამ კრავს ვერ დაკლავდნენ, ხიდის იქიდან მოყვანილ კრავს ვერ დაკლავდნენ. იმიტომ რომ ხიდია ჩატეხილი, ხიდი რო აეგოს, კრავი ხო დაკლეს. აი იმ ხიდი, რომელიც ქრისტემ ააგო, იმ ხიდზე უნდა გაიარონ მართლმადიდებელმა მღვდლებმაც. იქით გადავიდნენ, რომ გაანათლონ ის რაბები და რაბები უნდა გადმოვიდნენ ამ ხიდზე, რომ დაინახონ ჩვენ ვინ აგვიგო ეს ხიდი. ხო არის ჩატეხილი ეს ხიდი არა? ხიდი ააგო უკვე 2027 წლის წინ ქრისტემ. ის ხიდი რაც ააგო, აი მართლმადიდებელი მღვდლები გადავიდნენ იქ და გამოიძიონ იმ რაბებს რა სჭირდა, რაბებმა გამოიძიონ ქრისტე რატო მოკვდა. აი ეს ხიდი აღმართა უკვე ქრისტემ. სხვა ქრისტეს ვეღარ დაკლავენ ეგენი. თუ ადამიანი ქრისტეს სახით მოვა და მართლა განწმენდილი სახით მოვა, მას ვეღარ დაკლავენ. იცი ვის კლავენ? ვინც ქრისტეს სახელით ლაპარაკობს და საერთოდ არ იცნობს ქრისტეს. იმას კლავენ ჯერ კიდევ. ხოლო ვინც ქრისტეს იცნობს და ქრისტეს სახელით ლაპარაკობს, იმას თითს ვერ ადებენ, აგერ დაინახეთ რა ჩემი სახელობა. ვერ მადებენ თითს. ვერც გლობალისტები, ვერც იონისტები აგერ თურმე დაყოფილი ყოფილან, ვერც მართლმადიდებლები და ვერც ვაჭრები და ვერც პოლიტიკოსები. ვერ მადებენ თითს, იმიტომ რომ ქრისტეს წარმომადგენელს თითს ვერ დაადებენ. იუდეველები რას კითხულობენ შენი აზრით ძველი აღთქმას ალბათ ბავშვის სისხლიც აქვს დალეული.
არ ვიცი, ვკითხოთ იუდეველებს, ვკითხოთ. თუ ვინმე ბავშვის სისხლი აქვს დალეული და ეს მიაჩნია ღვთიურად, მაშინ მას არც უნდა უთხრდებოდეს იმის თქვა, რომ ბავშვის სისხლი მაქვს დალეულიო რა. და თუ უთხრდება, მაშინ ესე იგი რაღაცა არასწორობაშია, ხო? თვითონაც მიხვდება მაგას. თუ მართლმადი თუ ისა, აგერ იუდეველი მოვა ჩვენთან და მეტყვის, იცი რა, თამარ, ბავშვის სისხლი უნდა დალიო, იმიტომ რომ ეს ღვთიური რამეა. მაშინ მე დავადებ იუდეველს ხელს, რომ შენ კიდე ბავშვის სისხლს ხვალ? აი ახლა ეპშტაინის ფაილები რო გამოვიდა. ვინ არის ეს? ეს ვინ არის ეს ეპშტაინი, ვინ არის? იუდეველია? სიონისტია? გლობალისტია? არ ვიცი, არ უთქოს, არ მინახავს ეს ეპშტაინი. არც ტელევიზიით გაჟღერებულა, რომ ეს ეპშტაინი არის წარმომადგენელი გლობალისტების. ეშინიათ ტიპებს, თან არიან წარმომადგენლები, თან თავისი სიტყვის თქმის ეშინიათ. ვინ არიან ესენი, ვინც ეშინიათ? გამოსაძიებელი გვაქვს. იქნება სიონისტებს მართლა არასწორად ვადებთ ხელს. თუ სიონისტი მეტყვის, რომ მე ბავშვის სისხლი მაქვს დალეული და ეს კარგია, მე ვეტყვი და ვამხელ პირდაპირ, ბიჭო, შენ ხარ არამზადა. ბავშვის სისხლი როგორ უნდა დალიო, ხო? მაგრამ არც ერთი იუდეველი არ მოსულა ჩემთან და არ უთქოს, თამარ, იცი რა? მე ბავშვის სისხლი მაქვს დალეული და ეხლა შენც უნდა დალიო. არ ვიცი. იქნება ესეც ერთ-ერთი ხრიკი ადამიანების გონების საღრძობლად, რომ აბრალებენ ებრაელებს, რომ ბავშვის სისხლს სვავენ. იქნება არ სვავენ. მე არ გამიგია არც ერთი ჩემი ებრაელი მეგობრისგან, რომ ბავშვის სისხლი უნდა დავლიო. რომ გამეგო, ხო, ეგ სხვა საკითხია რა. პირდაპირ ვამხელდი, მაგრამ არ გამიგია მეთქი. გამოვკითხოთ რა. ხმამაღლა გამოვკითხოთ ებრაელები, ვინ ებრაელსაც შეხვდებით, კითხეთ, ბავშვის სისხლი დალეული გაქვს, ხო? და თუ ის დამალავს თავის დალეული აქვს და დამალავს, ესე იგი თვითონვე მიხვდება, რომ არასწორობაშია, ესე იგი მშიშარა და მხდალია. და თუ იტყვის, რომ კი, დალეული მაქვს და იცი რა, მე გეტყვი, რომ ეს მართალია, ის არ არის მშიშარა. ის თავისას აღიარებს და ხმამაღლა ამბობს. ხო და მე შეებრძოლება ის ადამიანი, აგერ ვკითხოთ ჯორჯიო, ბავშვის სისხლის დალევას ეთანხმები? ბავშვის სისხლის დალევა არის ბინძური ბრალდება, რომელმაც კათოლიკებმა დააბრალეს ებრაელებს შუა საუკუნეებში იმის გასამართლებლად, რომ დაეპროგრამებინათ. აგერ ჯორჯიო ამბობს, რომ არ არის კარგი და არ ეთანხმება ბავშვის სისხლის დალევას. არა კაცი ებრაელია, ჩუჩაც აქვს მოჭრილი, მაგრამ ჯორჯიოს მაგაზე გეუბნები, ეგ არის იუდეველი და ებრაელი გახდა. მამკა, მე შეიძლება დაგიჯერო შენ. მაგრამ მე გეტყვი ერთ რამეს რა. აი ხლა რაც ამ დღეების განმავლობაში წავიკითხე, იმ ღმერთმა, რომელსაც აბრაამს უღრძო ტვინი, რომ ჩუჩა მოიჭერიო, ხო? ეს არის შეცდომაში შეყვანილი კაცობრიობა. იმ ტვინ ღრძო ღმერთის გამო, რომელიც აბრაამს აცდუნებს, ადამიანს მე ხელს ვერ დავადებ, იმიტომ რომ ადამიანი შეცდომაში ყავს შეყვანილი. იმას ვერ მოვკითხავ მე ჯორჯიოს, რომ რატო ხარ მე თქვი წინა დაცვეთილი თქო რა. იმიტომ რომ ადამიანები დღეს კაცობრიობა დღეს კიდევ შეცდომაში შეყვანილი იმ ღმერთის გამო, ვინც აბრაამს გამოეცხადა. ჯორჯიომ თვითონ თქვა ის ვინ იყო, იცი? ის ღმერთიო და არც უნდა იმ ღმერთის სიტყვის თქმა. ვინც აბრაამს გამოეცხადა, იმ ღმერთს ჯორჯიო არ აღიარებს. თუმცა რა მისი ბრალია, რომ მისმა წინაპრებმა შეცდომა დაუშვეს და ის წინა დაცვითეს. იმიტომ რომ აბრაამის შეცდომაში იყო შეყვანილი. აქავართ, აი ხიდზე ვდგავართ ზუსტად ეხლა რა, შუა ხიდზე ვდგავართ, რომელიც ასაგებია რა, ჩატეხილია შუა ხიდი და ვაგებთ, აგერ გეუბნებით, რომ ჩვენ დავინახეთ წერილებში, რომ ვიღაცა ღმერთის სახელით მოსულმა ვიღაცამ აბრაამს ჩაუტეხა ხიდი. მერე მოვიდა და ქრისტემ აუგო ეს ხიდი და უთხრა, არ არის საჭირო წინადაცვეთა. ეგრე რო ყოფილიყო საჭირო, ღმერთი მუცელშივე ჩასახავდა წინადაცვეთილ ადამიანებს. ანუ ნახე პირადში გამოგიგზავნეო. კაი ნახა.
მამუკა აგირ დაგირეკავს კიდევაც მე შენ დაბლოკირე მყავდი და იმიტომ არ მომდიოდა ეს ხო დაბლოკილი როგორ მყავდი მესენჯერში მყავდი მაშინ დაბლოკილი ეხლა რა გამომიგზავნე შენ რა ლინკიც გამომიგზავნე იქ არ მიშებს იმიტომ რომ იქ დაბლოკილი ნახე აი მამუკა გაჩვენებ რა ხო გამომიგზავნე ეს ლინკი აი გადავდივარ და ნახე რა ვიდეოს ცნის ეს ვიდეო აშკარად არ არის ხო რაც გამომიგზავნე იმიტომ რომ იმას დაბლოკილი ვყავარ ვიღაცას კიდეც გამომიგზავნე წინა ვიდეოზე გადავალ და აი სულ სხვა ვიდეოს მაჩვენებ როგორც ჩანს ის გვერდები რომელიც გამომიგზავნე დაბლოკილი მე ვყავა დაბლოკილი იმას ან მე მყავს დაბლოკილი ეს ებრაული ტრადიციაში არსებობს უფრო მძიმე ვერსიებიც ზოგიერთი რაბინული განმარტებით მაგალითად ბაბილონის თალმუდში ქამმა არა მხოლოდ დაინახა ნოე არამედ მასზე ფიზიკურად იძალადა ქამმა არა მხოლოდ დაინახა მასზე ფიზიკურად იძალადა ან დაასუსაჭურისა იგი ამ ვერსიით აიხსნება თუ რატომ განრისხდა ნოე ასე ძლიერად თითქოს ქამმა მას წაართვა შესაძლებლობა კიდევ ყოლოდა მეოთხე შვილი ეხლა მოიცა ერთი წუთი ებრაული საწერი ანი ეგ ლოგიკას სადება იმიტომ რომ თუ ეგრე მოახდინა ძმებთან გაიქცეოდა და ეტყოდა შიშველიაო შეიძლება იქ სხვა რამე მოხდა ან დაასაჭურისა რა არ მგონია რომ ადამიანს იმის გამო რომ მამა შიშველი ნახოს წააჭრას ერთი ადგილი რა მაგას უბრალოდ ვერ შეძლებს ეგ ადამიანური იმით ვერ აკეთებს შეიძლება ვიღაც სხვა გააკეთა ეს და მე აი ქანს დააბრალა ქანს რო ეგ გაეკეთებინა ლოგიკაში არ ჯდება იმიტომ რომ ძმებთან არ გაიქცეოდა და არ ეტყოდა რომ მამა შიშველიაო შეიძლება ქანმა სულ სხვა რამე გააკეთა რასაც ქალიშვილობა და ვაჟიშვილობის დაკარგვას ნიშნავს შეიძლება ქანი მამამისის შიშველია რომ დაინახა ისე გადავიდა ჭკუიდან რომ მერე იხმარა ის და ეგ შესაძლებელია მაგრამ დასაჭურისება არა ეგ სისულელია რეფორმისტულ და პროგრესულ იუდაიზმში წინას დაცვეთა აღარ არის მამუკა ნუ იქბინები ანუ აგერ ჯორჯი ამბობს რომ არ არის აუცილებელი ხშირად შეება ეგრე არ არის დაბლოკილი ხშირად შეება ესე არ არის დაბლოკილი ხო, აბა რა გავიგო ეხლა მამუკა. მაშინ სკრინშოტი უნდა გამომიგზავნო იმ ვიდეოსი რას გულისხმობ და ის ვიდეო რო გაიხსნება მე ანი ამბობს ChatGPT-ის ინფორმაცია ადრე მახსოვს ლევანიმაც ეს ინფორმაცია თქვა თავისი ლაივში. პეტრიაშვილი ხო, აბა ვკითხავ ეგ ინფორმაცია საიდან აქვს, მაგრამ რაც არ უნდა გქონდეს ინფორმაცია, ხო? და რაც არ უნდა ვიღაცებს დაეწერათ ეგ ინფორმაცია. მე არ ვეთანხმები, შემა შინაგანმა ეგ არ მიიღო, იმიტომ რომ ადამიანმა რო აიღოს უბრალოდ ეხა თავის თავზე ხო უნდა გამოსცადოს, რომ წააჭრას ის ერთი ადგილი. მაშინ იქ ძმები არ მოკითხავდნენ ამ ქანს, რატო გააკეთე ეს? ჯერ მარტო დანა უნდა ქონოდა, რომ შეიძლება დანა თან ქონდა ხო, მაგრამ
ხო დაიღრებოდა სისხლიდან კაცო ის ადამიანი, ვინც დაასაჭურისა. არ ჯდება რა, ლოგიკაში კი არა, საერთოდ არანაირი კონცეფცია არ. ხო და შენ თვით შედიო რეფორმისტულ და პროგრესულ იუდაიზმში, რომელიც მეინსტრიმ იუდაიზმის მის ბრენჩებია, წინა დაცვეთას აღარ აკეთებენ. გადაეცი მამუკას, რომ 21 საუკუნეა იესოც წინა დაიცვეთა მერე. ხო, იესოც წინა დაცვეთილი იყო. იესოც წინა დაიცვეთა მერე. ხო, მაგაში ეხლა ვერ მოვთხოვთ, ჩვენ რატო ხარ წინა დაცვეთილიო რა, იმიტომ რომ გეტყვი, არასრულწლოვან ბავშვზე როცა ხდება წინა დაცვეთა, ხო? ბავშვს არ აქვს უფლება, ვერ შეეწინააღმდეგება მშობელს, რომ რატო არ მინდა და არ მშობელი რასაც აკეთებინებს, ბავშვი ენდობა იმას და მე ვამბობ ესეთ რამეს რა, რომ მაგის გამო ჩვენ ადამიანები არ უნდა განვიკითხოთ კი არა და არ უნდა დავადანაშაულოთ. ჩვენ ადამიანები იმაში უნდა დავადანაშაულოთ, ზრდასრული რო წინა დაიცვითავს. მაგაში შეგვიძლია რომ მოვკითხოთ, ბიჭო, თავში ტვინი არ ქონდა. მაგაშიც ვერ მოვკითხავთ, იმიტომ რომ შეიძლება იმ მომენტში, როდესაც წინა დაიცვითა, არ იყოს სრულწლოვანზე და მერე თუ მოვიდა და ამის წინააღმდეგ აღუდგა, მერე ხო ანუ შემწყალებლობა ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ თუ იმ დროს არანორმალურობა ჩაიდინა და მერე მიხვდა ამ ყველაფერს, მერეც მისაღებია ეგ რომ მიხვდა და ვერ მოვკითხავთ ადამიანს, ხო? თავარია სიტყვით რა სიტყვის რა. აგერ გეუბნება რომ არ არის აუცილებელი და არ სთხოვს ადამიანებს წინა დაცვეთას. არ ეთანხმება მაგას. ჰალო. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მე დაგევშვიდობებით. ანუ ნახე, მე ვცდილობ რომ გავიგო ადამიანის სრული მხარე. ვერ დავადებ ადამიანს ხელს, სანამ არ დავიჭერ მაგალითზე. ჯორჯიო არ მოუთხოვია ჯორჯიოს ჩემთვის, რომ მე ეს წიგნი არ წავიკითხო. მითხრა ჯორჯიომ, რომ ეგ წიგნი არის არასრულფასოვნად დაწერილი. მე ვუჯერებ ჯორჯიოს ამას. ამ საკითხში გავერკვევი მე. გამოვიძიებ იმ წერილებს, სადაც სრულფასოვნად დაწერილი არის და მე პირდაპირ ვამხილე ის ხალხი, ვინც ეს წიგნი მომყიდა რა. შენ თუ ნაგავი მომყიდე, ნაგავს უკან გესვრი ბიჭო. ვინც მომყიდა ეს ნაგავი. ვინც მომყიდა რა, არ ვიცი ვინ ეს. ვინც მომყიდა, არის ეს ებრაელი თუ მართლმადიდებელი თუ ჩინელი, არ ვიცი. აშკარად ვიღაცაა, ვინც ვაჭარია და ვინც ილია მეორეს ხელნაწერით, ანუ ხელის მოწერით სარგებლობს. ან ილია მეორე მოისყიდა, ან თვითონ აკეთებს საშინელებას, რომ ილია მეორის ხელმოწერას იყენებს და მემყიდის ამას როგორც წიგნი, გამოიძიეთ ბიჭო, სინოდი რისთვის არის? გამოიძიოს სინოდმა, თორე სახეში ავაფარებ ამ ნაგავს სინოდს რა. არ აქვს უფლება სინოდს მითხრას, რომ არ წაიკითხო ეს წიგნიო. აგერ წავიკითხე და რამხელა საშინელება გამოსკდავ, ნახეთ, ხო? როგორ ატყუებენ ხალხს, როგორ განსაცდელში ამყოფებენ ხალხს, როგორ წვალებლობაში ამყოფებენ თვითონ სინოდის წევრები ხალხს. და აგერ გვეუბნება ჯორჯიო, რომ თქვენ გატყუებენ თქვენივე მამები. და მართალია რა. თუ კიდევ არსებობს სხვა წერილები. თუ კიდევ არსებობს ამის გარდა სხვა წერილები, რომელიც დეტალურად ხსნის, რატომ უთხრა აბრაამს ღმერთმა ეს, რატომ უთხრა ბაბილონი, რატო დაშალა ღმერთმა, რატომ და რატომ, მოგცენ ის წერილებიც მეთქი ვამბობ რა. და თუ არ იცნობენ იმ წერილებს ის მღვდლები, ვინც ეს წიგნი მომყიდეს, და თუ თვითონაც არ იცნობენ და ამ ნაგავს ყიდიან, ამ ნაგავს ასაღებენ როგორც საღვთო წერილად, მაშინ ჩემგან კი არ დაიჭებიან ისინი, აი იმ ღმერთისგან დაიჭებიან, რომელი ღმერთი აგერ ჩამოსულია უკვე სამართალს მოითხოვს. და უკვე ყველას მიადგა კარზე რა. თვითონ ებრაელები რატომ არ აპროტესტებენ ამ წიგნის არსებობასო? ვკითხოთ ებრაელებს და მოვკითხოთ, რატომ არ აპროტესტებენ ამ წიგნის არსებობას, მართლმადიდებლებს რო დაუდეს სახლში. თალმუდში ბევრი რამ წერია. ძირითადად ორი სკოლის კამათია შამაი და ჰილელის. ერთი თეზისის მისდევს, მეორე ანტითეზის და მესამე სკოლა ამ ორისგან
სინთეზს იღებს. ასე რომ ნოეს კასტრაცია მოსაზრებაა და არა ფაქტიო. ნოეს კასტრაცია შეიძლება მოსაზრება იყოს და არა ფაქტი, მაგრამ ფაქტის სახეზეა, რომ ჩვენ გვყავს დღეს წინადაცვეთილი ხალხი, რომელსაც ბადმიცვაზე თუ ბარმიცვაზე იმაშვებიან წინადაცვითავე. აგერ მე მეზობელი მყავდა. ჩემი მეგობარი ერთად გავიზარდი და მისი ძმა წაიყვანეს წინადაცვეთაზე და ბადმიცვა ჩაუტარეს თუ ბარმიცვა. ბარმიცვა არის როცა დაცვითავენ და მერე კიდე არის ბადმიცვა, რომ აი მერე ზეიმობენ, აი რა კარგია გადაიტანა ბავშვმა ეს საქმე. არიან დღესაც ჯორჯიო ესეთი ხალხი, ვინც აბრაამის წესით წინადაცვითავს. მაშინ ეგ უნდა ან თუ არ ეთანხმებიან, აუცილებლად უნდა მოხდეს მაგის რეფორმა. არა, ეს არის არაკაცი დამიჯერე გააგზელე ბიბლიის კითხვა გულზე სკდება რომ აშკარდებიან ებრაელები. მაშინ ესე გავაკეთებ რა. მე მოვიძებ ძველ წერილებს. აგერ ვთხოვ ჯორჯიოს გამოვაგზავნოს თუ ქართულ ენაზეა ეს ძველი წერილები, სადაც სრულყოფილად არის და იმის წაკითხვას დავიწყებ. მოვიძებ ჯერმე მაგ წერილებს. ლევანს ექნება ეგ წერილები პეტრიაშვილს. ხო და რომ გამომიგზავნით, იმათ წავიკითხავ. ამ ნაგავი წიგნიდან მე აღარ წავიკითხავ, მაგრამ წავიკითხავ წერილებს, სადაც სრულყოფილად არის განხილული და თუ განსახილვია და დასაცინია და სამხელია იქ რამე, აუცილებლად მომხელ. არა, ეს არის ხო, თამარ მოკვდა ილია და გამოვიდა მისი ძღნელი სააშკარაოზე. კი, ეგრია სოფ. ეგრია, როდესაც ადამიანი გადის სხეულიდან, მერე აშკარავდება მძღნელი იყო ის კაცი თუ ოქრო. ვიღაცა მძღნელებს გონიათ, რომ ეს კაცი ოქრო იყო. იმიტომ რომ მძღნელს თავისთავი ოქრო გონია. ხო და მე ვამბობ რა, გავიგოთ ვინ იყო ის კაცი, ვინც აი ეს წიგნი მოყვიდა ჩვენ სრულიად მართლმადიდებლურ საზოგადოებას. ვაპროტესტებ, რაბინები მარხავენ მასეთ წიგნებს, მაგრამ ჩვენ ვერავინ რელიგიას ვერ შევავიწროვებთ. მაგრამ ჩვენ ვერავის რელიგიას ვერ შევავიწროვებთ, არ ვერევით მაგ საქმეში. ვაპროტესტებთ, მაგრამ ანუ ნახე ჯორჯიო წერს. ამ საკითხს ვაპროტესტებთო, რომ ეს ნაგავი ჩვენ გვიდევს სახში, რაბინები მარხავენ მასეთ წიგნებს, მაგრამ ჩვენ ვერავის რელიგიას ვერ შევავიწროვებთო. ხო, მართალია რა, მართალია. რაბინების მოსაგვარებელი კი არ არის. ეს ჩვენივე გასარკვევია ხალხო. ხედავთ ხო? გამოვიდა ილიას მძღნელი სააშკარაოზე. გამოვიდა სააშკარაოზე, რა მძღნერშიც ქონია ხელები გარეული. აგერ ჯორჯიომ პირდაპირ ამხილა ის. და ჩემმა ხმამაღალმა ამნაგვის კითხვა ამხილა ის. ვინ? ილია მეორე. ეხლა დაგემშვიდობებით მეგობრებო და მე არავის არ უშინე რომ წაიკითხოს, ყველას ექნება სახში ეს წიგნი და წაიკითხეთ და თქვენი ეხლა არ ამგონია რომ ჩემი ახსნა განმარტება უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე თქვენ ამაში დაინახოთ. რაც უკვე ხომ დავინახეთ როგორი კრიტიკული თვალით უნდა ვუყუროთ არა წერილებს, შეგიძლიათ დაიწყოთ სახში წერილების კითხვა და კრიტიკული თვალით. როგორც მე ვაკრიტიკებდი აქამდე, კარგიც დაინახოთ, ცუდიც დაინახოთ. ხო და აგერ ჯორჯიომ თქვა, ილია მეორეს ჩვენთვის ნაგავი მოუყიდია. არ არის მართალი ჯორჯიო? ხო მართალია რომ ნაგავი წავიკითხეთ აქამდე? მართალია. ხო და ვერ გავამტყუნებ მე ჯორჯიოს. იმიტომ რომ სიმართლეს მეუბნება ადამიანი რა. და ვის მოვკითხო და აი იმას. აი, ნახეთ ვისი ხელმოწერით არის დიდად ფურცელზე წერია. იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. ეხლა
თუ ილიას ხელმოწერით არ იბეჭდება ეს და ილია ძალიან წმინდანი იყო, მაშინ იმას მოვკითხოთ, ვინც ეს წიგნი დაბეჭდა და ილია მეორის სახელი ზედ დაათხრიშა. მე რას მერჩით? იგივენაირად. მივედი კართან ილიას კართან, იქ არ გამიღეს კარი გითხარით. ისევ მე მომეტაკეთ. ახლა გეუბნებით, აგერ წიგნი ილია მეორის ლოცვა კურთხევით. ნაგავიაო გვეუბნებიან ებრაელები. ებრაელები თუ ვინც არიან? აი, ჯორჯიოს სახით. ებრაელები, ხო? ვინც არიან? ვინც გვეუბნება, რომ ამაზე უკეთესი წიგნები არსებობსო და სრულყოფილიო, ეს ნაგავიაო. აგერ გვეუბნებიან და მართალია. ნაგავს უწოდებთ ბიბლიას და სრული სიმართლე არის აღწერილი, რაც ხდებოდა იმ დროს. არა, გვეუბნება აგერ ჯორჯიო, რომ ეგრე არ ხდებოდაო. მაგას ახსნები ქონდაო, რატო აკეთებდა ღმერთი მაგასო. ხო და მოდი რა, წავიკითხოთ ისინი. აი ეს ნაგავი, ნახევრად კონტექსტიდან ამოგლეჯილი წიგნი მივათხრიშოთ ისევ იმ აი ეს წიგნი ვინც გაყიდა, ფული მოვთხოვოთ რა. ან მივიდეთ საპატრიარქოსას სინოდის წევრებთან და უთხრათ. მოგვეცით დაგვიბრუნდეთ ეს ფული უკან. იმათ რო დასდევენ, ჩემნაირებს რო დასდევენ, მაგოგოს არ მოусმინოთო და ეგ ტყუილებს იძახითო, ასეთ წიგნების გამყიდველებს რატო არ დასდევენ სინოდის წევრები? რომ მანდ ნაგავი წერია და ნუყიდითო. დარწმუნებული ვარ ამაზე სინოდი თავს გაიმართლებს, რომ ეს ჩვენი გამოცემული არ არისო, ვიღაცამ აგერ ილია მეორის სახელი დააწერაო. ბიჭო, მაშინ შენი საქმე არის ჯიპებით რო დატასაო შენ და ჩემნაირებს დასდებ, რომელიც მაძებარია და სიმართლეს ეძებ. წადი და ვაჭარს მოკითხე შენი სახელით რო ვაჭრობს. ეგრე არ გამიკეთეს? ეგ არ არისო ჩვენიო კაცო, ჩვენ არა ვართო რო გირეკავენო და წიგნებს რო იმაშებიანო, ყიდიანო. ილია მეორის სახელი ჩვენ არ ვართო. თუ არ ხართ, მაშინ რატო არსებობს ეგ კომპანია დღესაც? რატომ არ დასდებ? თუ ფული არა გაქვთ სინოდის წევრებო? რომ გამოიძიოთ ვინ აკეთებს თქვენი სახელით ამას. არა გაქვთ ფული? რა კარგად გაქვთ ფული, ზუსტად მაგეთმა კომპანიებმა თქვენ რომ მოგისყიდეს რა. ბანძებო თქვენ. ყველაფერი გამოვა სააჭკარაოზე დაწყებულია. საშინელი სამსჯავრო. დაწყებულია თქო გეუბნებით რა. მაშინ ეპშტაინის ფაილებში ახსნა აქვს ჯორჯიოს თემით? ხო, ჯორჯიო, მაინტერესებს ეპშტაინის ფაილებს როგორ ახსნი რა? მაინტერესებს, იმიტომ რომ აგერ ეპშტაინის ფაილები გამოსკდა და პირდაპირ ტრამპი ამბობს, რომ ებრაელები გვმართავენო ჩვენო. ხო და რა ვთქვათ მაგაზე? ძველი აღთქმა აიღეს, თარგმნეს შეცდომით და მიდრაშული ლიტერატურით კიდევ ცეცხლი დაანთეს. ესეც ებრაელების ბრალია? ვინა იყო ჯორჯიო, ვინა იყო ეს ძველი აღთქმა? ხო, არ ვიცი, ვინა იყო და ვინ თარგმნა. ბოდიში საზოგადოებასო, მამუკაცებს, ებრაელის დედაც მოტყან და ჯორჯიოსიცო. მამუკა. დაკონკრეტდი, თორე აგერ ჩემქმარს ეგონა რომ მეც ებრაელებს განვიკითხავდი. დაკონკრეტდი, რომელს გულისხმობ, ვის გულისხმობ, რა სისტემას გულისხმობ ებრაელებში. ქრისტეს გზამ დაასრულა რელიგიები, მაგრამ ვერ გაიგო დღემდე ხალხმა. გეთანხმები რუსა, გეთანხმები. მოიცა? რუსა წერს, ითავისუფლეთო ყველანაირად მიგვანიშნა საზღვრებიდან გადითო იეშუამ და დღეს უკვე ხდება ხალხი რომ რელიგიებია საზღვრები. ქრისტე ამბობს, რელიგიები და დოგმები, კანონებიო ადამიანებს ჩარჩოებში ამყოფებსო. ეპშტაინი მისდევდა ფსევდო მეცნიერულ ოკულტურ ორგანიზაციას, რომელიც ახალი რასის შექმნას ისახავდა მიზნათო. აგერ ჯორჯიო ამბობს და მეც მამუკას ვეთანხმები რა. მეც შეცდომაში ვიყავი შეყვანილი, როდესაც მეგონა რომ აი ეს ებრაელები
არიან ზუსტად ეპშტაინის წარმომადგენლები. ან პირიქით, ეპშტაინის წარმომადგენელი ებრაელების წარმომადგენელია, რომელიც იბრალებს ებრაელობას. აგერ მამუკა, ეგეთ ხალხს რამდენიც გინდა იმდენი აგინე, მაგრამ ჯორჯიო ამბობს, რომ ეპშტაინი არ არის ჩვენიანიო, გესმის? ეპშტაინი იბრალებსო. ხო და ამიტომ გავარკვიოთ და სიღრმეებში ჩავიდეთ. ვინ ვისთან დგას და მეც მაბრალებენ ეგრე სექტანტობას. და ჩემზე მეც მაგინებენ ეგრე. ამიტომ ადამიანმა არ უნდა გამოიძიოს მე ვინ ვარ რეალურად? რეალურად რას ვლაპარაკობ და ჩემი პირიდან რა სიტყვა გამოდის და რა საქციელებს და ქრისტე ამბობს რომ სიტყვებით კი არაო, თქვენი საქციელებით განისჯებითო. მე შეიძლება ერთს ვლაპარაკობდე, მაგრამ საქციელებში როგორ ვიქცევი, ის ითვლება ზეცაში. და იმ საქციელებს უნდა მივხედოთ რა. აგერ შეიძლება ეპშტაინი ამბობს რომ ებრაელი ვარო, მაგრამ საქციელებით იქცევა არაებრაულად შეიძლება. აგერ ამბობს ჯორჯიო, ეგ არ არის ადამიანური და არც ებრაულურიო, რასაც ეპშტაინი აკეთებსო. ამიტომ ჯორჯიო, ვისაც შევყავართ შეცდომაში და აი ჩვენნაირ ადამიანებს კიდევს ერთმანეთს, რომლებიც ერთი და იგივე აზრზე ვდგავართ, თუმცა გვისახავს ისე რომ ვითომ და მტრები ვიყოთ ერთმანეთის, იმას უნდა მოვკითხოთ ის ვინც ტვინს გვირევს და არა იმ ჯორჯიოს, რომელიც გვეუბნება რომ არ ვეთანხმები ეპშტაინს, არ ვეთანხმები ბავშვების ჭამას, არ ვეთანხმები მაგ არამზადობებს. მეც მაბრალებენ სექტანტობას თამარო. ეგ მაგათი ხრიკებია, რო იცოდეთ სოფო რა. იმ ტვინის ამრევების ხრიკებია, რომ ერთმანეთს წაჰკიდებენ, პირადში წერენ, ამას არ მოусმინო, იმას არ მოусმინო და აი აბრაამივით ტვინს ურევენ რომ ის წადი ქანაანში და იქ გაგხდი შენ მეფეთო რა. რა გითხრა ქრისტემ აი სად გაგვაფრთხილა ძალიან მაგრად. როცა შემოგთავაზებენ მეფობასო, უარი უნდა თქვა მასეო. აი სად გააფრთხილა აბრაამი ქრისტემ, რომ კი შეიძლება ვიღაცა ძალამ იქ ღმერთის სახელით შემოგთავაზოს მეფობა, მაგრამ შენ უარი უნდა თქვა მასზე. აბრაამს რომ უარი ეთქვა იმ ისმაილისთვის, რომ წადი შვილო რა ჩემი ძმის მტრად გინდა რომ გამხადო? ხო დასრულდებოდა იქ ძმის მტრობა. დასრულდებოდა. ხო და ჩვენ ქრისტემ რომ დაგვარიგა, ქრისტეს უნდა მოვუწმინოთ. და რას გიკეთებს ქრისტე? მართალია სისტემა გვაწვდის ინფორმაციას რომ ჯორჯიო არის ცუდი, მაგრამ აბა გამოვცადოთ ჯორჯიო და ჯორჯიომ გამომცადოს მე ვარ თუ არა ცუდი. აგერ ჯორჯიოსაც მიაწოდეს ხმა რომ მე ვარ ანტისემიტი, მაგრამ არა ვარ ანტისემიტი. მასე ბექა შენგელიამ და მისმა გირლფრენდმა დედობილი მოკლეს და ღვიძლი ჭამეს. რუის სიპირში კაც ხვირი მოაჭამეს. ყველა ფსიქოპატი ქართველია, ასე ვიფიქრო? პირველად მისმისე შენგელიამ, ბექა შენგელიამ და მისმა გირლფრენდმა. დავიღალე, წავედი ახლა მეგობრებო რა, ისა გონივრულობა გვემართებს. ქრისტეს უნდა მოусმინოთ და მართლა ფეხდაფეხ მივყვეთ. თორე შეიძლება ისეთ მახეში წაგვატეხონ ცხვირი და ისეთ მახეში წაგვესვარონ, რომ ვერც კი გავიგოთ. გესმით? ქრისტე არავის არ ადებდა ხელს, ამიტომ არავის არ ადანაშაულებდა მტრად, არავის არ აღიქვავდა. იცით ვის აღიქვავდა მტრად ქრისტე? საქციელებს და საქციელებში ამხელდა ხალხს. და სანამ საქციელს ჩემ ცხვირ წინ არ წაიტეხს ის ადამიანი, ხო? საქციელში, მაშინ არა მაქვს მე იმ ადამიანის დადანაშაულების უფლება. ეგ რომ გამოაშკარავდა, იმიტომ უარყვეს ეპშტაინი, მაგრამ ტრამპიო ხო მაგარია. მე ერთს ვიტყვი, მე მაგ ჯორჯიოს ენერგეტიკა არ მომწონს. ამბობს რუსა. ეგ რომ გამოაშკარავდა, იმიტომ უარყვეს ეპშტაინი. ვინ უარყო ეპშტაინი, მამუკა? მაგრამ ტრამპი ხო მაგარია. ხო, ჯორჯიო, ტრამპზე რას ფიქრობ? კარგ საქციელებს ჩადის? კარაკი. აგერ ჩვენ ჩვეულებრივად
ძროხებს მონებად ვაყენებთ და იმის გამო რომ კარაქი ვჭამოთ, არა ადამიანურად ვექცევით, მაგრამ მოგწონს, მეც ვიყვარს კარაქი. ძროხაც ხომ არსებულია რა და ცოცხალი არსება განიცდის ტყივა და შია ხალხო არ მიჭამია დღეს ჯერ, აგერ 2 საათი ხდება. ხო, ჯორჯიო, ტრამპსაც მოგწერე, რას ფიქრობდა, მე ახლა გავალ, იმიტომ რომ მომშივდა და უნდა ჭამო. აჰა, კუჭის მონები ვართ მაინც. ღმერთმა დაგვიფაროს. რაღაც ჭრილში შეიძლება ვწდები, არა გამორიცხული, მაგრამ ინტუიცია არ მატყუებს ხოლმე. ამბობს რუსა. ტრამპი ჯობია ბაიდენს და მემარცხენე ლიბერალ ფაშისტებს. ჯორჯიო, აქ უკვე ვეღარ გეთანხმები. არ ჯობია არაფერს. არავინ არავის არ ჯობია. პირდაპირ გეუბნები რა. ტრამპი თავის სიმძღნერეში უნდა ვამხილოთ. ჯორჯ ბაიდენიც თავის სიმძღნერეში უნდა ვამხილოთ. პუტინიც თავის სიმძღნერეში უნდა ვამხილოთ და ზელენსკიც თავის სიმძღნერეში უნდა ვამხილოთ. ჩინეთის მმართველიც თავის სიმძღნერეში უნდა ვამხილოთ და საქართველოს მამად წოდებულიც სიმძღნერეში უნდა ვამხილოთ. ყველა უნდა ვამხილოთ თავის სიმძღნერეში. თუ გინდა ღვთიურობა. თუ ჩვენ ერთს მეორეზე მაღლა დავაყენებთ, იმიტომ რომ ის ჯობია და არა ისო, მაშინ ჩვენ იგივე შეცდომას ვუშვებთ, როგორც აგერ იმან დაუშვა ნოემ, რომ ჩემი ერთი შვილი ჯობია მეორეებსო. ყველა თავის სიმძღნერეში უნდა ვამხილოთ. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა და წავედი ახლა. ბოლო სიტყვა ამ ლაივში. ერთმანეთის კომენტარებს მე გაეცით პასუხები. აი ეგერ მამუკამ კიდე რაღაც მოწერა საინტერესო და წაიკითხეთ და გაეცით პასუხები აუცილებლად რა. აგერ ესეთი კითხვა დასვა მამუკამ, ებრაელებს ომი მოაქვთ და ხოცავენ ბავშვებს, მაგრამ მაგაზე რა სიტყვიო? აი ზუსტათო ნინოც ამბობს. და ჯორჯიოს პასუხს დაველოდოთ, ოღონდ მე ახლა გავდივარ. ჯორჯიო გიპასუხებთ აუცილებლად ამ ლაივის მერეც. ვახ, არ მიშვებთ ხო? ეხლა დავითი შემოვიდა. მასონები ებრაელებსაც ანადგურებენო, ჯერ უბრალოდ იყენებენო. ტრამპი ვამპირიაო, ზელენსკი ვინ მონათლაო. მოკლედ, ხო, რა, ყველას საინტერესო კითხვა გაქვთ ახლა რა და დავითმა რაც თქვა სიმართლეა, რო იცოდეთ. მასონები ებრაელებსაც ანადგურებენ და აგერ ფაქტის სახეზე გვაქვს მეორე მსოფლიო ომი. გაკოცეთ ახლა.